მოგესალმებით ჩვენი ახალი სტუდიიდან. ყოველ 4 შაბათს 22 საათზე მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ ეკახოფერიას თოქ-შოუს იმედზე. ამას წინათ ერთ ოთახში მოვხვდი. სკამზე, რომელზეც დამსვეს, მითხრეს, რომ ისტორიულიაო. გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, მსოფლიო მოღვაწეების მრჩეველები, ჟურნალისტები. ეს არიან ადამიანები, რომლებიც სტუმრობდნენ ჩემი გადაცემის პირველ გმირს და რჩევებს ეკითხებოდნენ. ქართული წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ჩემი გადაცემის პირველი სტუმარია. მე ვარ ქართველი და 95 წლიდან ხედავდი მე რომ ცოცხალს მას ვერ ხედავ მომავალში. გაუბრაზდი და ვთქვი რომ სოჭის ოლიმპიადა არ იქნება თქო. საქართველოს მომავალი პრეზიდენტიო იქნებაო გიორგიო. გიორგი და წინვალეო. პრეზიდენტი რომელიც ახლა ჩვენ გვყავს. ეს ის არის ვისაც გამარჯობა, როგორც იქნა ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ტელეეთერში გაბგანდით და დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ეს სავარძელი ჯერჯერობით არ არის ისტორიული, მაგრამ დღეიდან ასე ვთქვათ, ხო, ვეცდებით რომ საინტერესო სტუმრები იყვნენ. მე მინდა იმ სავარძლის ისტორიით დავიწყოთ, რომელზეც მე მოვხვდი თქვენს ოთახში, როდესაც ჩვენ ვიყავით სტუმრად თქვენთან, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა არის ნამყოფი თქვენთან. მე მაინტერესებს ყველა მათი ისტორია, მათი ამბავი, მაგრამ ძალიან ბევრი ალბათ მოსაყოლი. დავიწყოთ, მოდით, ზურაბ ჟვანია. მაქვს ნანახის სურათიც. ზურაბთან, კი. რატომ მოვიდა ბატონი ზურაბი თქვენთან? მან იცოდა რომ მე ვარსებობდი, წაკითხული ქონდა ჩემი ნაშრომები და მოინდომა ურთიერთობა. და რომ შევხვდით, მე უკვე სულ ურთიერთობდით. ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს? კი. კი, საკმაოდ იმდენად, რამდენადაც აი იმ პოლიტიკური ამა თუ იმ სიტუაციას, რაც მოერგებოდა დავშე ჩვენ წინასწარმეტყველებები და საჭირო იყო ეს ამისი ცოდნა, აი იმ ინტენსიურობით ხვდებოდით. მე ვიცი რომ თქვენ ერთი გაფრთხილებაც მიეცით ზურაბ ჟვანიას. გაფრთხილება იცით რა არის 95 წლიდან ხედავდი რომ ძალიან რთული პერიოდი ელოდა ზურაბს. მაგრამ ნამდვილად აი მომავლის ზოლში მე ვერ ხედავდი მას. და სახშიც კი ვთქვი ერთხელ ორჯერ ჩვენი ახლო მეგობრები საერთო მათთან მე ვთქვი ეს რომ მე ცოცხალს მას ვერ ხედავ მომავალში და ჯობია დატოვოს პოლიტიკური არენა. მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. და როცა ჩვენ პირადად შევხვდით ჩემს კაბინეტში ჩემს სკამზე მაშინ მე ვუთხარი რომ უნდა დატოვო პოლიტიკური არენა ეს უკეთესია თქვენთვის თუ გინდათ რომ მომავალში არსებობდეთ იყოთ მაგრამ აი ეს ვეღარ ვუთხარი რომ სიტულს ხედავთ რა გიპასუხათ გახსოვთ? განერვიულდა. მან იცოდა ჩემი სიტყვის ფასი ის რომ მე რომ ვიტყვი ის არ არსებობს რომ ეს არ ასრულდეს. უბრალოდ დრო კოსმოსის სივრცეში საერთოდ არ არსებობს და დროს მე არასოდეს არ აღნიშნავ ხოლმე. დროს აღნიშნავ მხოლოდ მაშინ როცა მაქვს ხედვები წინასწარმეტყველებ, აი მაშინ იმ დროს და წელიწადს ვწერ. რომ აი ამ დროს ამას ხედავ. ფიქრობდი დამესვა თუ არა ეს კითხვა ბატონი ზურაბის დაღუპვასთან დაკავშირებით. აი ესე ზოგადად კითხავთ. დიახ. რისი თქმა შეგიძლია თქვენ, იმიტომ რომ ამდენი ხანი ამბობენ რომ არ არის გამოძიებული ჯერ. იცით რა არის, ყველაფერი არის ხილული და ყველაფერი არის ასე რომ თქვენ ძალიან კარგად იციან. უბრალოდ ამის თქმა არის საჭირო და მე ვიცი რომ ეს აუცილებლად ამოტივდება და სიმართლე გახმოვანდება. ზურაბ სიკვდილთან დაკავშირებით. ვერ დამალავენ ამას. ედუარდ შევარდნაძე, რომელთანაც შეიძლება ითქვას რომ მეგობრობდით? დიახ, ნამდვილად. ედუარდთან ახლა მე მის ძმისშვილებს ვიცნობდი, მის შვილიშვილებს, მის შვილს
ქალბატონ ნანულის. კი. ძალიან კარგად, ხო? ძალიან კარგად. მართალია თუ არა, რომ სოფო შევარდნაძე ბაშარ ასადთან ინტერვიუმდე თქვენ გესტუმრად და ასე ვთქვათ, კითხათ, წასულიყო თუ არა, ხო? კი, სოფო ძალიან ნაჟიტირებული იყო და მე და მამულა მამას მეძახის. მე მინდაო რომ ასადთან ჩავიდე და თან მეშინია და ამ ლაპარაკში მე გავიჭვიტე ცოტა ვიყურებოდი მართლა ხა ბავშვის ხო არ მივცემდი მიმართულებას თვალდახუჭული მენდობა და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის რომ მენდობი მე შენ ადამიანი და მე აუცილებლად რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავსაზღვრო იმისთვის რომ არაფერი მოსლოდა და უშუალოდ გაქანებული ომია იქ და ერთმანეთს ხოცავენ ნამდვილად უხიფათო გზა იყო აი ნამდვილად სოფო წადი უთხარი შეიძლება ბომბები აფეთქდეს, არ შეგეშინდეს, მშვენიერ ინტერვიუს გააკეთებ და ეს შენს კარიერისთვის მეტად ეს არის. ასეც მოხდა. დიახ. მე სოფო თვითონ ყვება, როგორ აფეთქდა 200 მეტრში ყუმბარები და როგორ აფეთქდა კიდევ რაღაც მანქანები, რაღაცა, მაგრამ აიღო ასადისგან. აიღო ინტერვიუ და ძალიან კარგად ჩამთავრდა ეს ყველაფერი. ჯაბა იოსელიანი, რომელმაც როდესაც წიგნი გამოუშვა, მინაწერი გაუკეთა თავის წიგნს, სადაც აღნიშნავდა, მოკლედ რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი რაც უწინასწარმეტყველეთ თქვენ ის ახდა. კი. და იგრძნობა იმ მინაწერიდან რა დამოკიდებულება აქვს მას თონდა მას თქვენს მიმართ. რა შეგიძლიათ ბატონ ჯაბაძე გაიხსენოთ? ჯაბა ძალიან დიდ პატივს მცემდა, იმიტომ რომ ის ყველაფერი, რასაც მე ჩემი სახითაც ვიძლეოდი, წინასწარმეტყველობდი და მასის კითხულობდა და ეს ჭკვიანი კაცი იყო, ახლა უზადოთ იცით, განათლებული ადამიანი იყო და ამას ყველაფერს იზღებულობდა. ღებულობდა ძალიან სერიოზულად, ერთი ის ვერ მიიღო, რომ 95-ში რო უთხარი ასე ვიჯექით პირისპირო აუცილებლად დაგიჭერენ და მემუარებს დაწერთქო. და რა გითხრათ? მე ვინდა მიჭერსო, ხო? გაეცინა. იმ წუთში ამბიცია გქონდა ესეთი ეს, რომ მე ვინ უნდა, რა თქმა უნდა, დამიჭიროსო. აი დაგიჭერენ თქო და ზუსტად აუცილებლად აი ეს წიგნები, რომელიც განახეთ, აი ეს არის დაწერა მემუარები. თამაზ ნადარეიშვილი, რომელსაც მინაწერიც კი აქვს გაკეთებული თქვენს რუკაზე, ცნობილ რუკაზე, სადაც წარმოდგენილი არის ენერგეტიკული ველი, ხო, რომელშიც არის რა ენერგია იცავს საქართველოს. დიახ. და ეს ხელმოწერები არის დასტურად იმისა, რომ ლელა კაკულიამ ეს 92 წელში, რომ ეს მე გავაკეთე, იქ იყო ესეთი იმით არის გარდა ენერგიების აი რუსის ჯარის შემოსვლა ზუსტად აღნიშნული. რაც მოხდა 2008 წელში. მაგრამ მე ისიც ამაქვს დახატული, როგორ შევდივართ აფხაზეთში. ასევე სამაჩაბლოში. და თქვენ ამბობთ, რომ არ აქვს ამას დრო. არა, იცით როგორ არის კოსმიურ სივრცეში ამ განზომილებებში დრო საერთოდ არ არსებობს. ის მოდის დრო და ის ყველაფერი სრულდება. და აფხაზეთშიც და სამაჩაბლოში თქვენ ხედავთ? დიახ ბატონო, ახლა აი მაგალითად ახლა სოჭის ოლიმპიადაზე იმდენად არეული მხედვა მქონდა და იმდენად სიმძიმე იყო, რომ ნამდვილად გაუბრაზდი და ვთქვი, რომ სოჭის ოლიმპიადა არ იქნება თქო. ერთი არაღა აწერია, არ ჩავატარებთ რუსებს, თორე ყველაფერი ხდება დღეს და ახმაურებულია ყველა მთელი მსოფლიო ამ ტერაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მე აღნიშნე, რომ აუცილებლად იქნება ტერაქტები და რუსეთი ამას ვერ გაექცევა და საერთოდ რუსეთს ძალიან რთული პერიოდები ელის დიდ პოლიტიკაში, იმიტომ რომ უდიდეს შეცდომებს უშვებს დღევანდელ პოლიტიკურ თამაშებში. აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არის საქართველო და სხვა დაკარგული ჩვენი მიწებით ჩამორთმეული, რომელსაც კეთილს ინებებენ და უკან დაგვიბრუნებენ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თუ მოდიოდა ვინმე? მე სურათი მაქვს ნახე ირაკლი ალასანიასთან ერთად თქვენი. კი, ირაკლი, კი. კი, როგორ არა, ახლა არიან წინა ხელისუფლების თემურა იაკობაშვილი, თემურიკო.
ის ჩემი გაზრდილია, უჭკვიანესია თემური ახლა ამერიკაშია. თემური იაკობაშვილი იყო საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვა ბევრი მაღალი თანამდებობა ეკავა და ის არიელ ქოენზე. აი არიელ ქოენზეც მკითხავთ აუცილებლად, იმიტომ რომ კავშირშია ბატონ თემურთან. და ახლანდელი მთავრობის წევრები რო გამოდიან ჩემ წინასწარმეტყველებებს პირდაპირ იმეორებენ, ახლა ამას პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფრაზები ხდება ხოლმე ყურში, მაგრამ ჯერჯერობით ახლა ისეთი შეხვედრები არ მქონია, არც მე ვარ ამით ასე რომ ვთქვა დაინტერესებული. ქალბატონელა, არიელ ქოენი ვახსენეთ, ეს გაახლა ცნობილი პოლიტოლოგი, ამერიკელი ექსპერტი, პოსტსაბჭოთა სივრცის მკვლევარი, რომელსაც უნდოდა თქვენთან შეხვედრა. არიელ ქოენს? არიელ ქოენი 95 წელს ჩამოვიდა ჩემთან. დიახ. თემური მუთხარო არის ასეთი ფენომენი. ამერიკელები ძალიან ღებულობენ აი ასეთ იმას ძალიან იმიტომ რომ რადიოც გაქვთ თქვენ სადაც ამერიკის შეერთებულ ფილადელფიაში სადაც ყოველ 4 შაბათს საღამოს 7 საათზე რადიოთი გამოვდივარ და აი პოლიტიკური მიმოხილვა მაქვს რა ძალიან მოწონდა პირველი ადგილი დავიკავე შოუში. ეს არ მეპარებოდა. და კითხვები არის გლობალურ პოლიტიკაზე. ნამდვილად გლობალური პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთი, ირანი, ისრაელი, სირია, ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, რუსეთი და აბსოლუტურად უფრო თავისუფლად ლაღად სიმართლეს მისაღებ. აქ ჩვენთან უფრო თავს ვიკავებ ხოლმე. დიახ. არიელ ქოენს, აი რა ქონდა, რა ინტერესებდა? არიელს რო შევხვდით, არიელი დიდად გაოცებული დარჩა ნამდვილად, იმიტომ რომ დიდი მიმოხილვა გავაკეთე პოლიტიკური ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაზე, გადავწვდი ევროპას, იქ ამერიკას დავუმატე და გაოცებული იყო. მაგრამ ის წინასწარმეტყველებები, რაც იყო მომავლის, ის სულაც არ გაკვირვებია, იმიტომ რომ ის რაზეც მე ვსაუბრობდი და ინფორმაციას ვაწვდიდი, ხო? ეს იყო დღევანდელი თითქმის და რაღაც იმაზე პასუხს ვცემდი და ეს მიიღო მან და მან მიიღო ისიც რომ ეს აუცილებლად დასრულდებოდა მომავალში იცოდა. არიელი 2 წლის უკან ჩამოვიდა. დიახ. ხო და ჩამოვიდა სპეციალურად რომ შემხედროდა. ნუ რაღაცა საქმეები თავისიც ჰქონდა ამ კავკასიასთან დაკავშირებით, მაგრამ უნდოდა შეხვედრა. მიშამ გააკანა ბათუმში. და გაბრაზებული იყო. ვერ მოხდა ჩემთან და ისე მოხდა და აი ასე ვერ შედგა ჩვენის, მაგრამ ის აუცილებლად ჩამოვა, ვიცი, თემური იყო ჩამოსული და თქვა, ძალიან უნდა შეხვედრა და სპეციალურად ჩამოდის შენთანო. მოგზანდეს. ნუ უკვე უნდა დავსვა ეს კითხვა მიშა სააკაშვილს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თუ ქონდა სურვილი, მცდელობა, თუ შეხვედრილ ხართ ოდესმე? არა, არ შეხვედრი ვარ. თვითონ შეიძლება სრული ქონდა. და ყოველთვის ისმენდა და ჩემ ციტატებს ისროდა ხოლმე ძალიან ბევრჯერ. მე ვიცი რომ კითხულობდა, იცოდა ძალიან კარგად ყველაფერი. ნელსონ მანდელას ელჩი. ელჩი ნელსონ მანდელას წარმომადგენელი იყო ჩემთან. დიახ. ძალიან ბევრ კითხვაზე გავეცი პასუხი. პოლიტიკოში რა თქმა უნდა. და რო წავიდა, მე კიდევ ჩამოვიდა. და რატომღაც კი არა ისე იყო, რომ მოკონდა ეს კითხვები. დიახ. მე პასუხობდი, წავიდოდა, მე კიდევ ჩამოვიდოდა და ესეთი ურთიერთობა ჰქონდა. კითხვები საერთაშორისო პოლიტიკაზე. აი ესე მოდიოდა, გეკითხებოდა და მე ვიცოდი, რომ ეს მანდელასთან მიქონდა. ვიცი რომ აი იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენ არც მოუშვით თქვენამდე. აი ეს რა შემთხვევაში ხდება? არა, მაქვს ხასიათი ასეთი, რომ მისი მდგომარეობა მე ვერ დამატყობებს, ასე რომ თქვა და ვერ აღმაფრთოვანებს. ცოტა კახური წარმომავლობისაც ხო და აი არ მომწონს ადამიანს უყურებ და აქ ბევრი ვარყოფითი რაღაც და უნდა რომ როლი ითამაშოს ისეთ პოლიტიკურ დავშვათ იმაში რომ ათასობითი და შეიძლება მილიონი ხალხის ბედი იყოს მასზე დამოკიდებული და ამას მე ასე ვერ შევხედავ ნამდვილად არანაირ არც ძალას მიცემ და არც რჩევას არც შემთხვევაში.
იმის მიუხედავად რომ არ ვიცი შეიძლება თუ არა ეს ისტორია მოვყვეთ თუ შეიძლება თუ არა თქვენ მინდა რომ მოვყვეთ კრიმინალური სამყაროს ძალიან გავლენიანი წარმომადგენელი კანონიერი ქურდის აი ეს ამბავი რომ მოვყვეთ თუ შეიძლება სახელები ხო შეიძლება იმიტომ რომ აღარ არის უკვე ცოცხალი ხო ძველ თბილისში ცხოვრობდით ჩვენ მაშინ დიდი სახლი მქონდა ხო საკუთარი სახლები და ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა ეგზეთ ხასანი და მან გაიგო ხა ჩემ შესახებ მოსკოვში ბევრი ახლობლები მყავს რუსეთშიც ხო და ჩამოფრინდა ჩემთან და რომ დავინახა მე მიცნო რაც აინტერესებდა რა თქმა უნდა პასუხი და რჩევები ეს გავეცი ყველაფერი და მე რომ გადავიდე ჩემი სახიდან ამ დროს მოდის ერთ-ერთი პიროვნება გენერალი და შეჯახდნენ ერთმანეთს და მე კი მითხრა ის ვინც უნდა დაეჭირა და ის ვინც მთელი ცხოვრება ლელა ჯეთხასას დავდებდი დასაჭერათო და რაღა მაინდა მაინც ახლა შენთან შევდიო ამოვიკითხე თვალებში რომ შევხედე რომ ისა რომ აი სრული ქონა რომ დაეჭირა იქვე მაგრამ მაგას ხა მე ვერ გამბედავდა რა თქმა უნდა დაშორდნენ ისე ის თავისით წავიდა ეს თავისით მაგრამ ესეთი ის კურიოზი იყო ძალიან ისეთი დიახ ჩემს წიგნზე ეს New World ლელა კაკულიაძის გამოიცემოდა ამერიკაში და მე დავწერე რომ ჩემი წიგნი ამერიკაში გამოიცემა ეს 2010 წელს თქვი მე ირანის გაძლიერება და მესამე მსოფლიოს მოძლიერება დავუშვათ ეს ჯერ კიდევ 92 წელში აღწერე მე ირანის მოძლიერება და ეს აი რაც დღეს ხდება ახლა გლობალურად პოლიტიკაში გადატვირთვის პოლიტიკის დასრულება და ცივი ომი რუსეთ-ამერიკას შორის 2007 წელს დავწერე ამაზე იაპონიის ცუნამი და რადიაციული გაჟონვა 2006-2008 წლებში იქ პირდაპირ მიწერია მე რომ რადიაციული იმის აფეთქებას ვხედავ გაჟონვა ესა ცუნამი და ნუ ყველაფერი აბსოლუტურად მთელი სიზუსტით ასრულდა სამწუხაროდ პუტინის მესამე ვადით მოსვლა 2004-2007 წლებში ვიწინასამეტყველე რუსეთ-საქართველოს ომი მცირე ერის დაცვის მოტივით 2008 წელს და მე უფრო ადრე მე მგონი ეს უნდა იყოს 90-იანი წლები მიწერია რომ კავკასიონიდან მოდიოდა ძალიან უარყოფითი ენერგია და ეს იყო რუსეთი აღნიშნე და თუ სწორი პოლიტიკა არ გაატარა საქართველოს მთავრობა რუსეთი ომს გაუმართავს საქართველოს და 92 წელს ძალიან საინტერესო ჩანაწერი მაქვს სხვადასხვა ეს სიკშია რომ საქართველოს იქ პირიქით წერო ომს გაუმართავს რუსეთს და რუსეთი გაოგნებული დარჩება მაგრამ აფხაზეთის სამაჩაბლო ეს არის საქართველოს და კოსმოსი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს იმას რომ ეს ნაწილი ჩამოეწრას საქართველოს რუსეთი ნურს იოცნებებს რანაირი ზღაპარიც არ უნდა ვიწინასწარმეტყველო ვიცი რომ ის აუცილებლად დასრულდება აუცილებლად და პირველი როდის იყო ის როდესაც აი თქვენ შეეხეთ იმას რომ რაც დაწერეთ ის შესრულდა გახსოვთ ეს მოვლენა რა იყო? არ მახსოვს, რაც თავი მახსოვს. ეს სხვადასხვა ბატონმა ედვარდმა მითხრა რომ მთელი ცხოვრება ლელა აბა დააგვირდიო საქართველოზე ფიქსა და ხალხზე ფიქსა და წერაში გაატარეო. შენო ძალიან დიდი ორდერი გეკუთვნისო. დაიყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ეს ინფორმაცია ან ეს კითხვა ყოფილა დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, ძალიან პრობლემასთან. ჯანმრთელობა როგორ არა საკუთარი ჩემი შვილი. დიახ. მე წინასწარაც ვიცოდი რომ რაღაცა ხდებოდა ჩემს ბიჭზე, უფროს ბიჭზე შოთიკოს. მოხდა ისე რომ ძალიან ცუდად გახდა ორივე თირკმელი გაეთიშა. მაგრამ მე ვიცოდი რომ ის კარგად იქნებოდა და ჩემს შვილს მე ენერგიას ვაძლევდი. ამას მე არ შემიძლია მოვყვეს როგორ ხდება ენერგიის გადაცემა. ეს სხვა რაღაცა არ არის ის, რასაც ზღაპრეს რო ყვებიან ხოლმე. და მე გადააფრინეს გერმანიაში, გერმანელებმა თქვეს რომ მას ეს პრაქტიკულად ვერ გადარჩება. ვერ გადარჩება, ხო, ვერ გადარჩება, მიჭირს ამაზე მოყოლა, მაგრამ და ეს ჩემი გერმანელი შვილობილი მყავს, ვის თავზე ედგა შოტიკოს, საშა და მარტო ის იძახებდა რომ არ არსებობს
დედამ თქვა და ეს უნდა გადარჩეს და გადარჩა. გეწერათ თქვენ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტიო იქნებაო გიორგიო. გიორგი და ბრწყინვალეო. ახლა მე მაქვს კითხვა. ეს პრეზიდენტი, რომელიც ახლა ჩვენ გვყავს, ეს ის არის, ვისაც გულისხმობდი? არა. არა. აბა ის რა? არა, ის გიორგი ბრწყინვალე, ეს არის მისი ის თვისებები მეფე გიორგი ბრწყინვალეს, მეგონი ის დემეტრეშვილი იყო, 9 შვილი ყავდა დემეტრეს და ერთადერთი იყო ეს უფლისწული გიორგი ბრწყინვალე, მეტად უფრო ძლიერი, ასე რომ ვთქვათ, ენერგეტიკის მქონე და ძალიან დიდი ის მოუტანა საქართველოს სიკეთე და ძალიან ბევრი ის ისტორიულად ცნობილი ფაქტებია. ამიტომ დავარქვი მას ბრწყინვალე მიუმატე, გიორგი ბრწყინვალე. მაგრამ ის რომ გიორგი იქნება ნამდვილად, ხო? ერქმევა გიორგი. ის რომ ნამდვილად იქნება, ეს ასეა გიორგი. და რა მოხდება და მეცნიერთა პარტია, კიდო მეცნიერები. ანუ მცოდნენი თავისი საქმისა, მოდის ხალხი. ამ მეცნიერებში მე ახალგაზრდებს ვეძებ, იცით? ძლიერი ძალა, რაც საქართველოს გაწევს წინ, ეს იქნება ახალგაზრდების შემწეობით, ჩემო კარგი. საქართველოს პოლიტიკურ დღევანდელ ვითარებაზე მინდა კითხოთ ბუნებრივია მომავლის კონტექსტში. მომავალში ორი პარტია დარჩება, პრეზიდენტს გვერდით 9 კაცი უძის, რომელიც მართავენ საქართველოს და ეს ორი პარტია მეცნიერთა პარტია და გიორგი ბრწყინვალე. მოდის მესამე ძალა, ძლიერი პიროვნება, განსაკუთრებით ძლიერია მეცნიერული ხაზით. ჩამოყალიბდება ერთიანი ჭკვიანი გონი, რომელიც დაეუფლება უზარმაზარ ენერგიას. ნელ-ნელა მოიკრეფენ ძალებს და ყოველგვარი პროპაგანდის გარე შეიკავებენ პირველ ადგილს მთავრობაში და მოდის მეცნიერთა პარტია ტვინი საქართველოს იწყებს სუნთქვას და აზროვნებას. გაყიდული ტვინი იწყებს ლღობას, დაიბადება ახალი ერთიანი საქართველო. მოდის აი ეს მიყვარს ძალიან. მოდის ახალი ხალხი, ძველი პარტიები არც ერთი არ იარსებებს, არც ერთი. ძალიან გიყვართ თქვენ პოლიტიკოსები. და აქ ისე ვიმეორებ, რომ პარტიები დაიშლება და რჩება როგორც 92 წელს ვიწინასამე წელი ორი პარტია და 9 კაცი, რომელიც მართავენ საქართველოს. არც ერთი მინისტრი არ დარჩება თავის ადგილზე, ყველა მოიხსნება. არ შემიძლია არ კითხოთ უკრაინაზე. 92 წელს დავწერე რუსეთ-უკრაინის ომი. და ახლა ჩემი ახლობები ვინც კითხულობდა, დაზაფხულები იყვნენ, კაცო, რა ხდება? არაფერი მოკლედ პასუხობდი. ნუ რას დავწერე, დაელოდეთ. რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთი შევა მის კოლონიზატორის როლში, ანუ იპყრობს უკრაინას ტერიტორიები და ტერიტორიებზე იქნება საერთოდ ისინი რა ქვია იბრძოლებენ ამისთვის, რასაც ახლა საქართველოში გააკეთეს სამაჩაბლოში დაუშვათ ეს მართულ ხლართები და ესენი რომ გაგვიბეს და რაღაცა. აი ზუსტად ანალოგიურად ასეთ რაღაცას აკეთებენ აფხაზეთში 11 კილომეტრით რომ გადმოწიეს საზღვარი და აი ასეთი ჩანაფიქრი აქვს უკრაინასთან მიმართებაში. და მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. იცით რა არის? ეს არის რაღაცა რეპეტიცია თუ რა რუსეთის მხრიდან, რომ თუ კი უკრაინას დაიპყრობს და ჩაიგდებს ხელში, საბჭოთა კავშირის ეს აღდგენა, რომელიც აწუხებს რუსეთს უკვე წლების განმავლობაში, რომ უნდა შეიქმნას ეს არ არის მარტო პუტინის იდეა, წინა მორბედებსაც ჰქონდათ ეს, მაგრამ ვერ განახორციელეს. ამიტომ აი ძალიან რთულ მდგომარეობაში თვითონ რუსეთი ამით თავს იყენებს, მაგრამ რუსეთი კიდევ ვიმეორებ ვერ გაატარებს თავის პოლიტიკას უკრაინაში. საქართველოს მომავალში არის ძლიერი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, ხალხის ბედნიერია, ბევრ ამას გადავრჩებით, როცა მსოფლიო ირევა და იწყება ომები, საქართველოს მაშინ მშვიდდება.
ეს წიგნშიც მიწერია. გადაცემის დასრულებისკენ მინდა ცოტა ესეთი სახალისო რა, ისეთი ისტორიები გავიხსენოთ და მოვყვეთ. ერთი, რომელსაც ვერ ვიტყვი სახელს და გვარს და რომელმაც რომ გაიგო, რომ თქვენ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოყვა რომ ის ემზადებოდა საოპერაციოდ და ოღონდ არ თქვა სახელი და გვარი მეც არ ვიტყვი. და მის მეგობარს დაურეკეს და უთხრეს რომ ქალბატონელამ დამირეკაო და შენ მე მგონი ოპერაციას იკეთებ და არ გაიკეთო და მართლა იკეთებ და გადადო მოკლედ ის ოპერაცია. მეორე შალვა რამიშვილს თქვენ იცოდით რომ მას დააპატიმრებენ, ხო? კი, შალვაზე რომ არცი ტელევიზორს უყურებდი და მაშინ ვუთხარი, დავით, იჭერენ თქო. და ჩემი დავითი ვერ მოვიდა ასე და ვის იჭერენო და რამიშვილს იჭერენ, დაურეკეთ ცოტა მოვთხარი რომ ბნე და არ დაეცემა, კიმაი წინასწარ ეცოდინება თქო და დავით ფარო დარეკა იქ ვიღაცა მაიღო ყურმილი და ისა ოპერატორი გოგო იყო ალბათ. ხო. და ალბათ ეგონა რომ ვშაყირობდით. აი ესე პირდაპირ გადასცა, ხო? ბატონო დავითმა რომ შალვა რამიშვილს დაიჭერა. დაიჭერა და სამიმასება. არ ვიცი, თუ არის აუდიტორიაში ვინმე ადამიანი, ვისაც აქვს კითხვა, ვისაც სურს კითხვის დასმა, თქვენ გაქვთ დრო. თუ ხედავთ რამე სპორტში სიახლეს და ქართულ სპორტს როგორ ხედავთ და როდის ვითამაშეთ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში? არა. როდის აღორძინდება ქართული ფეხბურთი? ის რო არის რეგბის გადავეკიდე ერთი რაგბი. გადავეკიდე ერთი პერიოდი ესენი მსოფლიო ჩემპიონები უნდა გახდნენ თქო. ამ დროს დარეკა დავითმა თუ ჩემმა ირმა რედაქტორმა უპასუხა ერთ-ერთი მოთამაშის და თუ დედა იყო ხო და კითხვა ქონდა რომ აი რაგბის მოთამაშე და იქ რაც თქვი კი აუსრულდათ ყველაფერი. ფეხბურთთან მიმართებაში როგორც ხედავთ ცოტა ასე ვთქვათ ჯერჯერობით არის? არა, რატომაც არა, არა მე გიპასუხებ თქვენ დამშვიდება ყველაფერი თითქოს რა თქმა უნდა ცხოვრებაც ყველაფერი თავის ადგილს იპოვნის ყველა ასე რომ ვთქვა და სპორტის სახეობა ძალიან მეტად აიწევს საქართველოში ეს დონე და მსოფლიო ჩემპიონატზეც გახვალთ აი დაიმახსოვრეთ. დრო არა აქვსო კიდე შემაგელო. კარგით. როდესაც ჩვენ შევხვდით, თქვენ მითხარით, რომ სწორიაო შენი გადაწყვეტილებაო, რომ აი ეს მიმართულება აირჩიე, წამოხვედიო პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან და აგი რა ქვარ, ესე იგი, ცოცხალი. ხო, რაღაცა ისეთიც მითხარით, რაც მართალი იყო, უბრალოდ ხა ძალიან ისეთია, პირადულია და ვერ ვიტყვი, უხერხულია მართლა. მაგრამ აი მაინტერესებს, აი მე ეკახოფერიას, ნუ ალბათ ძალიან მე დამცინებენ. აი რა ვიცი რაც გინდა მკითხო კი რა თქმა უნდა. რა გეკნება მე კაი ფეხი მაქვს. ვიცი. პირველი. შენურად გაართმევთ თავს ამას ყველაფერს და ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან ლამაზი შოუ იქნება. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა ქალბატონ ელა კაკულიას. ძალიან დიდი სითბო და პოზიტივი მოდის თქვენგან და თქვენ მითხარით მე რომ იმიტომაც მივდივარ ტელეეთერში და მართლა ძალიან ბევრ გადაცემაში ხართ ნამყოფი რომ ძალიან წუხ ხართ იმის თაობაზე რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დეპრესიული, იმედგაცრუებული და გინდათ რომ იმედი ჩაუსახოთ. ნუ რა თქმა უნდა მე ყოველთვის ვიტყვი მე ჩემო ქართველებო ძალიან მიყვარხარ. აი უზომოდ მიყვარხარ. ის ამერიკაროა. ამათ ის ძალიან უნდა რომ მე ჩავიდე ამერიკაში, გავიდე ევროპაში, მაგრამ არ არსებობს რა, არ მაინტერესებს. ისე მე მინდა ჩემი ქართველები, ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი, როგორცაც მე ვხედავ და ვიცი რომ ეს ასეც ასრულდება. ყველა გაჭირება უკან დარჩება ხალხო და ხედავ მოძლიერებულ სოფლებს, ნუ ყველაფერს, აი რაზე ვისაუბრობ. კიდო და ამიტომ ნუ შეგეშინდებათ. დიდი მადლობა. ქალბატონ ელა კაკულია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდები. ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება. სტუმრები, რომლებიც დღეს პოპულარობის პიკზე არიან, რომელთაც ასე ვთქვათ, ძალიან წარმატებული კარიერა. ამ ადამიანებს თქვენ შეხვდებით. გაიცნობთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. Anna banna
ქვრივიც ვარ, შვილმხარიც ვარ. დაკითხვებზეც დავდიოდი, ყველაფერი გამოვცადე. ნაზიკია! მართლა ხართ მილიონერი. დიახ. თქვენ უყურებთ ეკა ხოფერიანს თოქ-შოუს დაბრუნება წარსულში პოპულარობის პიკზე. იან ინიძე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობი, რომელიც უკვე წლებია საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ჩამოდის ჩვენს დედაქალაქში. მას შეხვდა და ესაუბრა სალომე კასრაძე. მე თქვენ მოგიმზადეთ სიურპრიზი. თქვენი ბავშვობის მეგობრებს დავუკავშირდით. მართლა? და ისინი დღეს აქ არიან. ჩემები? Dreams are nothing more than wishes, and the wish is just a dream that dreams to come true. La 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 la. რატო არ მოდიხარ დაკეთ პონჩიკები არ გინდათ? პონჩიკებს ყველა შევჭამ? 95 პონჩიკი. აი ესეთი პონჩიკები ბავშვობაში რო იქ. აი მარინებს ჭამავარ If only I could have a puppy, I'd call myself so very lucky, just to have some company, to share a cup of tea with me. ლიმონათით კარგი იქნებოდა, მაგრამ არა, ნაგებები და ამბები და არა. ლაგუძეში ჩავიდეთ მე. სწორედ ისეთი როგორ ჩენია ნაირადები ძარს ნანგრევი მარიყავასი ნუ გააფუჭე ჯაღარასავით შემოგჩენია თბილისო ზიზა დავარადების აი დამწყა გავიშლი. არ დაიდარდოში, როდესაც პირველად მოვედი, სულ პატარა ვიყავი, მაშინ ესეთი მრგვალი სკამი იყო, იმ სკამზე დამსვეს და იყო ფანტასტიკური ესა ოპერატორი იუსოვი. აი ესე შემომხედა და девочка. Это Одри в миниатюре. ეს რაღაცა დუნ დავიჭირი, Одри Хепберн, миниатюре. მე ცოტა ხანში. Это Наташа Ростова. იყო ძალიან დიდი კონკურსი ამ ნიბესნე ლასტაჩკებზე, ციურ მერცხლზე და რო ჩამოვედი მე უკვე პიკნიკში, ლენინგრადში. შემოიყვანეს ეს პროდიუსერი, რომელიც პირველმა Одри Хепბერნი გადაიღო, ხო, გახსოვდა ეს პირველი. უყურებს ახლა მილიონ კალსახეებს. და ერთ-ერთზე რო ჩემზე შეჩერდა, ის გოგო მე მომეცითო, ეს ხო Одри Хепბერნს გავს ძალიან. ცოცხალი იყო და ясный муфи. И она будет играть маленькую Одри. იქვე ლეონიდ ბაკუნიხიძე პამში დამამტკიცეს. იანი ნიძეს ურეკავენ ერთხელ მოსკოვში ვართ და ეუბნებიან რომ ხვალ ლუშკოვთან ახარ დაბარებული. ია წავიდა იქიდან მოვიდა აი ეს არის ლავი მომენტი. იას აჩუქეს ბინა ორ ოთახიანი მოსკოვის ცენტრში ეს არის რამდენიმე წლის წინ ხდება ეს ამბავი. და უნდა მოხდეს ის რომ რაღაც ძალიან სწრაფ ტემპში უნდა მოხდეს საფუძვების გადაფორმება. მივედით ნახევარი საათია 20 წუთი აკლია დაკეტვას. და მე და ესე კარებთან ატოზულები ძალიან ბევრი ხალხი და ვდგევართ და უცბად ვიღაცა ქალმა ტოპეკ მოსა და გაერთა ია Борисовна, наша ласточка. და უცბად ეს ხალხი გაიყო. აი მე ამბობ, აი ჩემი გვარი. კარიდორში მე და ია იგი იგი რომ მოგწოდა ხალი გამორდის წიგნი და გაკეთე ეს შეჩაბებული ჩაბობა კაპიტი უკეთეს ისიც ხელი ვაწერე მიგესტე
ლასტეჭზე სურათები გადაიღეს. აი ეს არის ერთი და ეგეთი ადამიანები. მე ეს ყველაფერი აქ შემეძლო გამეკეთებინა, რასაც იქ ვაკეთებ დაუშვათ, ხო? აი ეს არის გულდასაწყვეტი უბრალოდ თორე. სხვა ხელოვანი ვარ და სადაც აი პატარა ადგილსაც მოვძებდი და იქაც შეიძლება კიდე დავხატო, კიდე ფარდა ჩამოვკიდო ამაშიც ჩემ სახეს, მე ფეხი რომ მომწყდა, მე ამღერდი, ტკივილმა ამამღერა თქო. როიტყვი, თორე ადრე როგორ არ მღეროდი, ტკივილმა სიძლიერით ამამღერა. შიგნიდან ისეთი ძალა მომცა. იცის მაკა მე ვხატავდი, შენახული აქ ჩემი ნახატები ჩარჩოებში აქვს. გენეჯოლი გუგუში. ნიჭიერი ადამიანი არის მრავალწახნაგოვანი. შენ ხარ ხო და აი ესეთი მეგობრები მინდა თქვენ უყავდეთ ყველას. იმდენად ყველას ჩვენ მოსაგონი გვაქვს უამრავი დედებით, მშობლებით, წასულებით, რაღაცა იცი. ეხა პონჩიკები ის არის ის ჩემი ბავშვობა, ხო, ეს ჩემი თბილისია, ფუნიკულორი, მუშტაედია თუ ხო, აი რა ქვია, ბაღი როა, ბოტანიკური ბაღი. ხო, ვაკის პარკი, ხო, რამდენი რა გოგოები ამაყობენ ჩემი ამხანაგები, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა, აი რო აიძახიან დღევანდელ გახსოვს მე რომ თქვი რომ არ უნდა იყოს ადამიანი ამპარტავანი, ამ ხელა როლი ითამაშა და ნახევარი სიმღერა ითამაშა, იმღერა და მინდა გაუსწოროთ კარონა თავზე, მე იმ ადამიანებს მე არ ვცემ პატივს. ეს არის მოკლედ ვინის ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება და არაფერი. ჯვარს რომ წერენ ფოლკმარს და ჭირშილს და ხინშიც ერთად უნდა იყოთ. აი ესე გამოვიარეთ ბავშვობა, ძალიან ბევრ ჭირში და ძალიან ბევრ ხინში და მაშინ ესეთი კეთილი დრო იყო, რომ ხინი კიდევ უფრო მეტი იყო, უფრო მეტი რაღაცა სიკეთე იყო და აი ახლა რაღაცა ეს სიკეთე არ ცოტა მიხუჩებულია და აი ამისი ჩამოსვლა კიდე ამას გვიღვივებს, ეს არის ჩვენი სხივი რომ ჩამოვაია, ყველას რაც არ უნდა დარდიანი დღე იყოს, დიდი სხივია ჩვენ ცხოვრებაში. არა, Dreams are nothing more than wishes, and the wish is just a dream that dreams to come true. La 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 la. Dreams are nothing more than wishes, and the wish is just a dream that dreams to come true. ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარიც ძალიან ცნობილი და თქვენთვის ძალიან საყვარელი მსახიობია. მისი ისტორია ეს არის ცალკე ფილმის და ცალკე წიგნის ისტორია. ლია გუდაძე ჩვენი გადაცემის სტუმარია. ხალხელია, ხო. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მე მინდა რომ ყველამ აპლოდისმენტებით ეს აღნიშნოს. მოგიტანით, დაბრძანეთ ხალხტონ ლია. დიდი მადლობა. როგორ ხარ? კარგად, მართლა კარგად გამოიყურებით. ალბათ თქვენი პოპულარობა იყო უსაზღვრო. და აი როგორ ხდება, როდესაც ლამაზი, ნიჭიერი, მაგრამ ჯერ არავისთვის ცნობილი მსახიობი მეორე დღეს ხდება პოპულარული? თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა, როდის მოხდა ეს? მე მგონი, როდის მოხდა, იცით, პირველად საქართველოში დეტექტიური ფილმი გადაიღო, იყო ესეთი რეჟისორი ქავთარაძე, იურა ქავთარაძე. პირველი დეტექტიური ფილმი იყო და მაშინ მოხდა პლაჟზე უნდა გადაგვიღო რაღაცა სცენები. რა თქმა უნდა, თავშეკავება იყო აქ, რომ ახლა გასაგებია, საცურაო კოსტიუმია, ის არის, ეს არის, მაგრამ მაინც ცოტა უხერხული სიტუაცია იყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ აი დამესიას უყოლა და დავეთანხმე. და აი იქიდან მერე წავიდა და წავიდა. მერე ახლა ლონდონშიც ახლა ნუ არაფერი ისეთი რამის პერანგი მაცვია და აივანზე ვდგევარ, ხო დაუშვათ. ხო, მაგრამ საოცრად ესეთი სცენა არის და ესე დაუვიწყარი სილუეტია ნამდვილად. ვიცი რატომღაც
თვლიდნენ ასე, რომ აი აუცილებლად აი სიტყვა, რომელიც თქვენ თქვით სექსუალურთან დაკავშირებით, ეგ არ ამბობ, ხმამაღლა არ ითქმება. აბა როგორ გეუბნებოდნენ, როგორი ხართო? მისაღებ მოსაწონი. აბა სხვას რა სიტყოდნენ. ნუ ძირითადად მაინც ესეთ როლებში მიღებდნენ, იმიტომ რომ მე საქართველოში ცოტა უფრო ნაკლებად მიღებდნენ. რაღაცა ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, პლუს შესახედაობიდან გამომდინარე, მაშინ იძახდნენ, რომ ძალიან ქართული სახე რო არა გაქვსო. თქვენ არ გქონდათ ქართული ხო, აი რატომღაც ეგრე ამბობდნენ და მე მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, სხვა სტუდიებში უფრო ბევრი 38 ფილმი მაქვს მარტო საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში გადაღებული. და თბილისში შედარებით ნაკლებად. და რობიკო სტურუას უვეუბნებოდი ხოლმე. არ მინდა ესეთი როლების თამაში მეთქი რა. გეხოცები მეთქი ერთი რაიონში სოფლის მასწავლებელი სათვალეებით ვითამაშებ მეთქი სიამოვნებით მაგას. რას გეუბნები? არ მათამაშეს. ვიცი, მეტნაკლებად ცოტა შემიშალა ხელი. თავს ვადევნებდი, მაგრამ აი ეს რეპრესიები, ეს იყო თქვენ ცხოვრებაში მუდამ. კი, პარალელურად მომყვებოდა, კი, ყოველთვის და რამაც მე რა თქმა უნდა ცოტა შემიშალა ხელი, იმიტომ რომ მე რუსთაველის თეატრის გასტროლებზე დადიოდა და მე ხო არ ვიშვა. არა ხო? მარტო მე ვრჩებოდი თბილისში. და რა თქმა უნდა ეს რეპრესიებმა სუკის სიტუაციებმა და იმათმა მე ცოტა დამხიეს უკან, ცოტა არა, კარგად. მაგრამ ღმერთის წყალობით მაინც იმდენი ფილმი დამიგროვდა. საბჭოთა კავშირის მაშინ ვიდეო არ იყო და ჩემი ბიოგრაფია არავინ არ იცოდა. და რო გამომიძახებდნენ ფილმზე მივდიოდი, მამტკიცებდნენ და ვიღებდი ფილმებს. ისე რომ თქვენ ნაწყენი ხართ იმ ადამიანზე, ვის გამოც მოგიწიათ რეპრესიების გავლა? არა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ეგ ყველას აქვს თავისი ცხოვრება. მან ესე გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ისე აეწყო და მე აღმოჩნდი იმის გამო რეპრესირებული. მიუხედავად იმისა, მე არავის არაფერზე ნაწყენი არა ვარ. იმიტომ რომ მე ჩემი მაინც მივიღე ღმერთის წყალობით სხვათა შორის. რა თქმა უნდა ცოტა მეტი მეკუთვნო და მე ვგრძნობ და ვიცი და რა თქმა უნდა რეჟისორებისგანაც ვნახლა, როდესაც ახლა კინოსტუდიაში დაგამტკიცებენ და სუკი მივა და ამოქშლის ცოტა უხერხულია. ასევე თეატრი დადიოდა გასტროლებზე და ნუ მე ახლა არასოდეს არც გამიცილებია თეატრი და არც დავხვედრი ვარ. მაგრამ შინაგანი წყენა არ მქონია სხვათა შორის. არ ვიცი რატო. ესე იგი ეს ჩემი ჯვარი იყო და მე ძალიან თავისუფლად ვატარე სხვათა შორის. არასოდეს არ დავბოღმილ ვარ. იმიტომ რომ მე აი გასტროლებზე ვერ მივდივარ იქ ფილმიდან ამომჭრე. არა. ერთ რევოლუციურ ფილმში ვითამაშე სხვათა შორის. რომელიც თითქმის არავინ არ იცის. რა ფილმია? იყო ესეთი მე და იმედა კახიანი ცოლ-ქმარს თამაშობდი ციცოცხლე ერმილეს. მაგრამ იმიტომ რომ მე ვიყავი იქა, ნუ მე დაიჭრა ფილმი, იმიტომ რომ ნუ ახლა ჩემი რევოლუციურ ფილმში ყოფნა არ შეიძლებოდა. კი, მაგრამ ეგ პერიოდი იყო, ეგ ვიცი როგორ არა, კი, ვიცი. მაგრამ პრინციპში ყოფილი მეუღლე არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ანუ თქვენ არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ეგ თქვენ არაფერ შუაში არ იყავით. ხო და არ ვიყავი შუაში, მაგრამ ეგ პერიოდი იყო. ესე თვლიდნენ ისინი და ამიტომ მე ასეთ რაღაცაზე მხოლოდ მეღიმებოდა ხოლმე. სასაცილო იყო თავისთავად, მე რა შუაში ვიყავი, ხო? მე უნდა უთხრა მაყურებელს, რომ ეს ადამიანი არის ნუგზარ შარია, ის იყო ჩემი გადაცემის სტუმარი, ის იყო ქალბატონ ილიას მეუღლე, ის წავიდა ამერიკაში და აი მოხდა რაც მოხდა. და მე მოგეცით პირობა, რომ მე ესე არაფერს კონკრეტულად არ გითხავთ, ერთი თქვენ საერთო შვილი ყავდათ. ნესტარ შარი.
ესთან შარია, რომელიც 2 წლის წინ წინახევრის წინ გარდაიცვალა, დიახ. დაგჭა შვილი მისგან. თვითონ დამჭა მეტრეველი ირაკლი, მისი ვაჟიშვილი ოპერატორი. რატომ მოხდა ახალგაზრდა, ხო? არ ვიცი, უცებ აფეთქდა. მთელი ორგანიზმი ორდეში. ძალიან ბევრ განსაცდელს გიგზავნით ცხოვრება, კავტონია რა. ყველაფერი გამოვცადე, მაგრამ ეთყობა ცხოვრება მაინც მიდის. მეორე შვილი მყავს, შვილები მყავს. და ბოლოს მეცა ვარ, ხო? და არ შეიძლება, სხვანაირად არ შეიძლება. არ ვიცი. ეს გამოცდა ღმერთმა გამომიგზავნა თუ ჩემმა ბედის წერა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი გამოვცადე. ყველაფერი თუ კი რამე შეიძლებოდა ტყივნეული. მაგრამ ცხოვრობთ. და ვინ გეხმარებათ? ვინ დგას ამ დროს თქვენ? აი ვის ელაპარაკებით? ვინ გიმსუბუქებთ ამ ტკივილს? ჩემ თავს ველაპარაკები. მე ვამაგრებ ჩემ თავს. თქვენი მეორე მეუღლეს მის შესახებ მინდა მომიყვეთ. არაჩვეულებრივი პიროვნება ლევან კავილაძე, ჩემი მეორე მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა, ისე რომ ქვრივიც ვარ, შვილმკვდარიც ვარ. დაკითხვებზეც დავდიოდი, ყველაფერი გამოვცადე. და თქვენ ძალიან დიდი ასევე რეპრესიები შეიძლება დავარქოთ, იმიტომ რომ თქვენ იყავით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე, როგორც და ამის გამოც ძალიან ბევრი პრობლემა ხო შეგექმნათ კავტონია. რა თქმა უნდა, ეროვნული მოძრაობა როგორც კი დაიწყო, მე იქიდან ჩართული ვიყავი და დღემდე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვარ. იმიტომ რომ მე ყოველთვის ხალხის ხმას ვუსმენ და ბევრი რამ განაპირობა ჩემმა ბიოგრაფიამ, რა თქმა უნდა. დასაკვირველია. ბიოგრაფიამ. ეხლაც ხალხის ხმას ვუსმენ, უკრაინაშიც ვუსმენ, ყველგან ვუსმენ. გაინტერესებთ ეს პოლიტიკური ამბები დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი კი მაინტერესებს, იმიტომ რომ მე რო ჩავჯდე, ჩადრი ჩამოვიხურო თავზე, ჩემს ვაჟიშვილს ლევან კავილაძესგან გიორგი კავილაძე მყავს, რომელიც აკადემია დამთავრებული მონუმენტალისტია. მისი ქალიშვილი არის ჩვენთან სტუმრად აქ თამარ კავილაძე. აი ერთზე კიდე ჩემი ნათლული თქვენი ყოფილი თანამშრომელი დიქტორი წამყვანი ინგა საღინაძე. ნინოს რგულაძე თქვენი რძალი იყო ერთ დროს? დიახ. სად არის? ნინო აქ არის? არა. იყოს, რა მოხდა მე? ნინოს აგერ ერთი კვირის წინ მელაპარაკა, პრობლემა არ არის. ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგი რძალდედამთილობა ქონდათ? თვითონ ნინოს კითხეთ, რას გეტყვით? ვიცი რომ კარგი ქონდათ და სხვებისგანაც გამიგეთ. თქვენ შეუძლებელი იყო ცუდენთელი და ნინო შეუძლებელი იყოს ცუდი, იმიტომ რომ ორივე ძალიან ნიჭიერი, პოზიტიური და ენერგია მოდის, ასე ვთქვა თქვენგან. მაგრამ აი გიცდიათ რომ რაღაცნაირად თქვენ შეგენარჩუნებინათ ეს ურთიერთობები. როგორი დედა ხართ, ერევით, როგორი ბებია ხართ, აი ჩაერევით? მე ცხოვრებაში უთო არ მიხმარია, აი, ტანსაცმელი და თეთრეულ არ მიხმარია, არ ვიცი უთო. და ურთიერთობის უთო ვიცი. ურთიერთობის უთო ვიცი. მე მხოლოდ ვაუთავებ სიტუაციას. არასოდეს ერთისგან მეორეს ამბავს არ მიუტან და თუ რამე ისეთი არის, არ ვერევი. კარგად მხოლოდ გაუთავებით. ფანტასტიკური. რა არის ის როლი, რომელზეც თქვენ ოცნებობდით და აი რას გააკეთებდით დღეს? აი ეხლა. ეხლა რას ვითამაშებდი? ეხლა იცი რას ვითამაშებდი? დედას. რომელიც არის ქვრივი, რომელიც არის შვილმკვდარი, რომელსაც სამშობლო თავზე ემთხვევა და რა თქმა უნდა
იმდენი დაგროვდა ამ ეროვნული მოძრაობის შემდეგ ამ 20-25 წლის განმავლობაში ჩემში, რომ აი ამ ტიპის როლს ალბათ ვითამაშებდი და არ ვიქნებოდი ის სექსუალური ქალბატონი. და პირიქით, მე იმდენი დამიგროვდა. შინაგანად გავმდიდრდი. დიდი მადლობა და მე ვისურვებდი, რომ უმშვენიერესი, უნიჭიერესი ლია გუდაძე აუცილებლად ჩვენ ვნახოთ დიდ კინოში. სიამოვნებით ვნახავდი ამ ფილმს. ლია გუდაძე იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა, ქალბატონო ლია. უღმესი მადლობა. თქვენ უყურებთ ეკა ყოფერიას თოქ-შოუს. ისჯერო 34 წლისა, მაგრამ თუ ქართულ ინტერნეტ საიტებს და არ მარტო ქართულს დაუჯერებთ, ის უკვე მილიონერია. საზოგადოებას თავის საკუთარი საქმიანობის გარდა იმითაც დაამახსოვრა, რომ კლინიკების მსოფლიო ქსელთან ერთად ქორწინების 8 მოწმობის მფლობელია. ბოლო ქორწილი ერთსა და იმევე ადამიანთან მასულ 2 თვის წინ ნოემბერში საფრთხეთ აფრიკაში ჰქონდა. სუროგაციის ცენტრი New Life ჯორჯიას დამფუძნებელი მარიამ ტუტუნაშვილია ჩემი გადაცემის მომდევნო სტუმარი. პოპულარობის ყითზე ასე ქვია გადაცემას. გამარჯობა ქალბატონო მარიამ, მოგზანდით, დაბრძანდით. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. ეს არ არის თქვენი პირველი არც ეთერი და არც ინტერვიუ, მაგრამ ბევრი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან საინტერესო გმირი და რესპონდენტი ბრძანდებით. მართლა ხართ მილიონერი? ნუ ალბათ. ზოგადად ისეთი უხერხული კითხვა. ხო, მაგრამ აი საქართველოში იმდენ ცოტა არის ადამიანი, რომელსაც თავისი საქმით, ასე ვთქვათ, გახდა წარმატებული და ფინანსურად და ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი, რომ თუ მაქვს შანსი რომ თქვენ ეს კითხვა დაგისვათ, უნდა დაგისვათ ეს. ანუ ხართ. დიახ. როგორ იყო გზა თელავიდან, სადაც თქვენ დაიბადეთ და სკოლა დაამთავრეთ? იქამდე, როდესაც დღეს თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობთ და თქვენი ცხოვრება ასოცირდება ძალიან ლამაზ და ასე ვთქვათ, შესაშურ ცხოვრებასთან. როგორი იყო ეს გზა? ძალიან რთული იყო და ძალიან დიდი შრომა იყო. ესე იგი, სკოლა დავამთავრე ხუთებზე, შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, ისიც დავამთავრე ხუთებზე. შემდეგ 1300 კაცმა დაამთავრა ჩემთან ერთად სამედიცინო იმ პერიოდში და ვიყავი ერთადერთი სტუდენტი, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური ხუთოსნობის დიპლომი და უფასო გრანტი გადმომეცა რეზიდენტურისათვის. ამის პარალელურად კარგად ვფლობდი და ღამე მორიგეობდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციაში დღის განმავლობაში ვსწავლობდი და მუშაობდი უცხოურ პროექტებში, ევროკომისიაში, შემდეგ ამერიკის საელჩოს პროექტებში. შემდეგ გათხოვდით. და როგორც თქვენ თავად ყვებით, მე-11 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ინვიტრო განაყოფიერების გადაწყვიტეთ, რომ მიგემართათ სუროგატი დედისთვის. პერიოდი ბავშვობის მკურნალობის, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი მედიკამენტის მიღება მიწევდა და ეს ყველაფერს აქვს უარყოფითი შედეგები. იყო სტრესული ისიც, რომ რამდენი მცდელობა წარუმატებლად თავდებოდა, მაგრამ ის, რომ სუროგატი მჭირდებოდა, არ მქონია ამაზე პრობლემა, იმიტომ რომ ზოგადად ჩარჩოებში არ ხართ ადამიანი ჩარჩოებში. არ ვზივარ ჩარჩოებში, აქედან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება არ გამჭირვებია. ორმა სუროგატმა გამიჩინა 3 ბავშვი და ქართველები იყვნენ. დღეს ყავთ 3 შვილი. 2 ტყუპი არის. 3-ვე ტყუპები, იმიტომ რომ ერთი ასაკის ემბრიონების გადატანა მოხდა. იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პროკურატურა დაინტერესდა თქვენი თანამშრომლობით, იმიტომ რომ რაღაც საბუთები არ იყო წესრიგში. ბავშვების შვილებს ვყიდიდი და ასე შემდეგ უამრავი ბრალდება იყო. ხო, და აი ამ საჩივრებზე შემდეგ იყო აღძრული გენერალურ პროკურატურაში საქმე, დაკითხვაზეც იყავით არაერთხელ. არის ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც მანამ სანამ მე ამ საქმიანობას დავიწყებდი, უკვე მოღვაწეობდა ამ სფეროში. ჩემი გამოჩენის შემდეგ, ასე ვთქვათ, ჩათვალა, რომ მე ვიყავი მისი კონკურენტი და ასეთი მეთოდებით გადაწყვიტა კონკურენტის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვადასხვა საჩივრები შექონდა ხან თურქეთში ტრაფიკინგი, ჩავიდინე და ქალები გავყიდე, მე ბავშვებს ყიდიდი, მე ჩემს შვილებზე, საკუთარ შვილებზე დნმ-ები მაღებინა და ვითომ ჩემი შვილებიც გასაყიდად მინდოდა და ასე შემდეგ უამრავი საჩივარი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ვინმე ეჭვის დონეზე აცნობებს პროკურატურას, რომ დანაშაულის შესახებ მას ეცნობა, პროკურატურა ვალდებულია საქმე აღიძრას, თუმცა არც ერთი საქმე არ მისულა სასამართლომდე. თუ მისი ბრალდებები არის უსაფუძვლო და ის ძალიან სერიოზულ ბრალდებებს გიყენებთ თქვენ, რატომ არ
ვუჩივით, რომ ეს თქვენი რეპუტაციული ვერ ვუჩივლები ისევ და ისევ საქართველოს კანონებში ხარვეზების არსებობის გამო. ის ქალბატონი წერს ამ საჩივრებს შემდეგი სახით. მე როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა და ანუ მე ეჭვი მაქვს რომ ანუ არა მტკიცებით ფორმაში, არამედ ასე და აქედან გამომდინარე. თუმცა ეს საკმარისი ხდება რომ პროკურატურა დაინტერესდეს. დიახ. კიდევ ერთი ძალიან მცირე ფრაგმენტი, ცოტა ვრცელი ნაწერია თქვენი. ნათლია ჩემი შვილების პატრიარქიო წერთ და ამიტომაც მგონია რომ ეს პოზიცია სუროგაციის საწინააღმდეგო მე უბრალოდ ციტირება ზუსტ არ მისი არ არის. ცოტა ისეთი გაბედული ნათქვამია და ეს პოზიცია რით ასაბუთებთ რომ ეს პოზიცია რომელიც იყო დაწერილი არ იყო პატრიარქის. იმითი რომ პატრიარქს მე შევხვედრივალ ძალიან შინაურულ გარემოში მეგობართან ერთად ჩაიზე, სუფრაზე და ასე შემდეგ. ის არ არის რადიკალური. გარდა ამისა, რამოდენიმე გადაცემაში დიახ იცოდა, და გვისაუბრია ამ თემაზე, რამოდენიმე გადაცემაში, როდესაც იყო მამა ადამი მოწვეული, პატრიარქმა დაურეკა მამა ადამს და სთხოვა, რომ ძალიან გთხოვთ რადიკალური ნუ იქნებით ამ თემების სადმე და ეს მამა ადამმა იქვე განაცხადა საზოგადოებას და აქედან ვიციმეც. ამიტომ ვიცი რომ არ არის ესეთი რადიკალური პოზიციები არ აქვს მას. კიდევ ასეთი რამაც დამაინტერესა, სადაც თქვენ უკვე გარკვეულწილად ოდნავ პოლიტიკას ეხებით, ოღონდ სხვა კუთხით და მიხვდება მაყურებელი, ასაც გულისხმობ. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ძლიერი ქალბატონები ცდილობენ უფრო მიწიერნი გახდნენ, ირჩევენ დემოკრატიულ ბრენდებს, ტანსაცმელი გულისხმობა, ინაუგურაციაზე ოსკარ დე ლა რენტასა და დიორის კაბებით მისვლა იმიჯოლოგიისა და პოლიტიკის ცოდნის დეფიციტზე მეტყველებს. თქვენ გულისხმობთ ინაუგურაციას, რომელიც იყო საქართველოში. დიახ. და ფიქრობთ რომ არ უნდა აი რისი თქმა გინდოდათ ამით? რისი თქმა მინდოდა ზოგადად მიმაჩნია რომ პოლიტიკოსი ხალხთან უფრო ახლოს უნდა იმყოფებოდეს და ამ ბოლო დროს პოლიტიკოსები იგივე ობამას მეუღლეც ცდილობენ ისე ჩაიცვან არა ძალიან ცნობილი ჰოთ კუციურეს ტანისამოსებით არამედ დატოვონ შთაბეჭდილება რომ ისინი არიან ხალხის მსგავსნი და ხალხთან ერთად არიან და აქედან გამომდინარე. თქვენ თავად რა გაცვიეთ დღეს? კენზო. ხალხთან ახლოს ნაკლებად არის, მაგრამ თქვენ მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც არასოდეს არ ვაპირებ პოლიტიკას. გარდა ამისა და პოლიტიკა და იმიჯოლოგია მესმის ასე თუ ისე კარგად და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფრო ჰოლივუდის ვარსკვლავების და ბიზნესის სფერო უფრო ეს მაღალი მოდა ვიდრე პოლიტიკოსების. თქვენი მოგზაურობები ისეთ ქალაქებში, ქვეყნებში, სადაც მოხვედრა ნამდვილად სანატრელი და საოცნებო არის, რის საშუალებას თქვენ შეგიძლიათ თქვენს თავს მისცეთ, მაგრამ ეხლა მომიყევით მერვე ქორწინების მოწმობის სურათი, რომ გიდოთ, რას ნიშნავს ეს ერთქმართან, ხო? თავისთავად. 8 ჯერ გაყევით ცოლად? ეს რაღაც ეს იდეა დამებადა რომ ქორწინება არის ცხოვრებაში ერთხელ ასეთი სასიამოვნო დღე, თუ ერთხელ თხოვდები და რატომ არ მიყვარს ჩარჩოები და ვიფიქრე რატომ არა, ანუ რაღაც ისეთი გართობითი დატვირთვა აქვს ამას და არა სერიოზული და ასეთი ტრადიცია ყოველ წელს ბეჭედი უნდა მომიტანოს. ნუ იმედია იქამდე არ შორდებით ერთმანეთს ოფიციალურად, ხო? ეს ერთ-ერთი კი არა, ბოლო ქორწილი არის, ხო? ბოლო სამხრეთ აფრიკაში, ტაილანდში, კუნძულ ფიფიზე, მალაიზიაში და რა ვიცი, რამოდენიმე ადგილას გქონდა. სიმღერაც ჩაწერეთ. ესე იგი, მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენი აუდიტორიისთვის გასაგები გახდეს, მე შეიძლება ბევრი კითხვა აქვს, მაგრამ ადამიანს აქვს ბიზნესი მსოფლიოს 9 ქვეყანაში არის წარმომადგენლობები მისი ამ ფირმის. ის არის მილიონერი, როგორც თავად აღნიშნეთ, თავისით მიაღწია ამას. ამას გარდა გამოსცა ენციკლოპედია, როგორ გავიხანგრძლივოთ, ხო? როგორ სილამაზის შენარჩუნებისა და დაბერების გადავადების შესახებ წიგნი. ყოველ წელიწადს თხოვდება საკუთარ ქმარზე. და რა გამოვჩა, კიდე რა საკეთებთ? ცეკვას სიმღერა ხომ არ არის, ალბათ ხომ არია. ერთი ქალისთვის.
რომელმაც ალბათ ყველაფერს თავის მიაღწია. ძალიან დიდი შრომით ზოგი ფიქრობს რომ რაღაც ხელშემწყობი გარემოებები მქონდა თუმცა არანაირი სიმღერა რატო ჩაწერეთ? ტანგო. სიმღერა რაღაც ხო ცეკვავთ? დიახ. არაჩვეულებრივად. ძალიან მიყვარს და დღეში უკვე ბოლო 1 წელიწადია 4 საათს უთმობ ამას ტანვარჯის და ლათინურ ცეკვებს და დღეს უკვე თქვენ შეგიძლიათ რომ 4 საათი დაუთმოთ ცეკვას, ანუ ამდენი მუშაობა აღარ გჭირდმეთ და უთმობთ, მაგრამ ამდენით რო არა. კი, აი ნამდვილად ადრე ამას ვერ გავაკეთებდი და დღეს უკვე მაქვს ამის საშუალება. როგორც ბოლოს მინდა კითხოთ, აი როგორც ცნობილ რეკლამაში Hotels, აი კიდევ რა გინდათ კიდე რომ გააკეთოთ და რას გინდათ კიდე რომ მიაღწიოთ? მოდის ინდუსტრიაში მინდა ძალების მოსინჯვა. და ნახოთ ქართულ დიზაინერებო. ვფიქრობ რომ კარგად ვერკვევი, სამთვეში ერთხელ დავდივარ ვესწრები ამ ჩვენებებს ყველა დიზაინერის ასე შემდეგ. დიახ, დავდივარ და მე ვხედავ, ანუ ის ხედვა მაქვს ბიზნესის თვალი, ასე ვთქვათ, რა ნიშა შეუვსებელი, ან რა ხარისხი უნდა იყოს ისეთი, რომ რაღაც ძალიან გაჯერებულია და დიდი კონკურენცია ხო მაგ ბაზარზე, რომ რაღაც ისეთი გააკეთო განსხვავებული. კი ბატონო, მე წარმატებებს გისურვებთ და მოდით ახალი კოლექციით გელოდებით ჩვენ სტუდიაში, გადავაწყობთ ამათ ასე ვთქვათ სპეციალური ისეთ გარემოთ, სადაც ჩვენ ვნახოთ თქვენს ახალ კოლექციას. დიდი მადლობა. მარიამ კუკუდაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რამდენიმე წამში თქვენ შეხვდებით კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც დღეს არის პოპულარობის პიკზე, ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა იქნება ჩვენი სტუმარი. გამარჯობა, დაბრძანდით. მიხარია რომ როგორც იქნა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით პოპულარობის პიკზე, ასე ქვია დღევანდელ ამ გადაცემას და მე შემთხვევით არ მომიყვანია ის სტუმრები, ვინც დღეს მოვიყვანე. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენს მიერ დანიშნული დიეტის თუ დიეტების ასეთი პოპულარობა? პირველი ალბათ ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. და მეორე ალბათ ის, რომ ექიმის რაც უნდა გქონდეს ეგარი მთავარი მოსმენის კულტურა. დიახ. იმიტომ რომ მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. როდესაც ადამიანი გიყვება თავის მოკლე ბიოგრაფიას, ამცაც ვეძახით ჩვენ ანამნეზის შეგროვებას ექიმები, იქ ბევრ რამეს კანახობს. თუ შენ აი ეს სმენა, აი მოსმენა შეგიძლია და თვითონ აი ის დაავადება, დიაგნოზი, როდესაც ისმება, ეს საერთოდ დაავადება არის, როგორც ამბობენ ფსიქოთერაპევტები, სიმბოლური ენა, რომლის გაშიფრვაც უნდა იცოდე. თუ ეს გაშიფრე უკვე წარმატებული ხარ. ეს არის რაღაც ერთი დიეტა, რომელსაც თქვენ ნიშნავთ? საერთოდ მოკლედ რო გაერკვეთ, გეტყვით, რომ ეს არ არის ჩემი აღმოჩენა. თქვენს მიერ მოცემული იდეალური დღე, როგორი უნდა იყოს, დილით საუზმე. საერთოდ უნივერსალურია ჯერად იკვება. ეს არის უნივერსალური. აი დღეში რამდენჯერ რომ იკვება? 3-ჯერად იკვება და ერთი ხემსი. ეს არის იდეალური. და ბოლო კვება? დაძინებამდე 4 საათით ადრე. აი დაძინებამდე 4 საათით ადრე თუ შენ იკვებები, შენ იკლებ თუ უბრალოდ წონას ინარჩუნებ? იკლებ. თქვენ ყავთ ბევრი პაციენტი ბავშვი, მოზარდები. 14, 13, 15, ვიცი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობრის შვილი. და ერთმა რომელიც არის ეხლა 17 წლის, დაიკლო და იცავდა ყველა წეს, დაიკლო 25 კილო. ის სხვა გოგოა დღეს. გარდა იმისა, რომ სწავლობს, სხვა ადამიანია. ბავშვები გიჯერებენ? ბავშვები რა მოზარდები გიჯერებენ? აი როგორ ითანხმებთ მათ დიეტაზე? ბავშვი თუ მოვიდა, თუ შევძელი მასთან, რაღაც ნათელი ცნობიერება, თუ გაიგო რატო ჭირდება და კიდე აქვს ნებისყოფა, ანუ ტანჯვი სატანის უნარი რა არის ნებისყოფა, ტანჯვი სატანის უნარი მიზნის მისაღწევა. თუ ეს ორი თვისება აქვს ბავშვს, ან მშობლებმა მოამზადა მომიყვანა, ან მე რაღაც ისე საუბარში გამომივიდა ესე, რომ კაკი განწყობით წავიდა, ჩემგან ბავშვები ძალიან კარგი პაციენტებია. დიახ. და აი ბოლოს მინდა კითხოთ, აპირებთ თუ არა, იმიტომ რომ ძალიან მოდაშია ახლა რომ გამოსცენ წიგნი, იმიტომ რომ თქვენი დიეტა ხელიდან ხელში გადადის, ერთმანეთს ეუბნებიან. აპირებთ თუ არა რომ რაღაც ამას ესეთი ბეჭდური ფორმა მისცეთ? არა, ინდივიდუალურ დიეტას
არაფერი არ სჯობს და ძალიან სერიოზულმა და წარმატებულმა ნუტრიციოლოგებმა, ვინც აი ეს ყველაფერი დაწერენ, მაინც პოპულიზმია. მე ჩემთვის საინტერესო არ არის. გასაგები. დიდი მადლობა, რომ ხართ, მადლობა რომ ეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს. დაგველოდოთ რეკლამის შემდეგ დაბრუნება წარსულში პოპულარობის პიკზე ცნობილი, ნიჭიერი და ულამაზესი ქალბატონები. რამდენიმე წუთში. ვინო? აი ეკადა რეზო გაიპარებდა. დღეს რას აკეთებს ნინო? დამჩემა გამარჯვება მომიტანა რომ ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. პოპულარობის პიკზე ასე ქვია დღევანდელ ამ გადაცემას. ნუ პოპულარობა კარგი რამე ყოფილა. ოგოების და მართალია გითხრათ, ჩემი მარ დიდი აქტიურობა არავის არ გამომიყვანე არის. როგორ გიგანე რაღაცა. კონკრეტულად ეკახოფერიას თოქ-შოუს გადაცემის ამ ნაწილში გადაწყვეტეთ შეგახვედროთ ის მსახიობები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვართ და გახსოვთ ის როლები, ის დასამახსოვრებელი სახეები, რომლებიც მათ წარმოადგენს. ჩემი პირველი სტუმარი მას არაერთ სპექტაკლში უთამაშია, არ იყო ეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვა მხოლოდ ერთი სპექტაკლის სახელი თქვენ მიხვდებით ვიზია საუბარი, ეს არის დარაბებს მიღმა გაზაფხულია და ეკა ქუთათელაძე, რომელსაც ყველას შურდა. გარდა იმისა, რომ თვითონ იყო ძალიან ლამაზი, მისი პარტნიორი იყო ძალიან სიმპათიური რეზო ჩხიკვიშვილი. ქალბატონო ეკა, გხავთ, მოგბრძანდით. დიდი მადლობა. ისე მაინტერესებდა, გაბრძანდით. ისე მაინტერესებდა თქვენთან შეხვედრა და თქვენი, ვთქვათ, ახლოს გაცნობა და დარწმუნებული ვარ, მაყურებელთაც. როგორ ფიქრობთ, ეკა ქუთათელაძე და პირველ რიგში ყველას დარაბებს მიღმა გაზაფხულია? აი, რა იყო ეს სპექტაკლი, როგორ მოვიდა ეს თქვენს ცხოვრებაში? მოვიდა უჩვეულოდ, შეიძლება ითქვას, რომ დავამთავრეთ ინსტიტუტი თეატრალური, ჩვენი ჯგუფი წავიდა რუსთავის თეატრში. და მეორე სეზონზე ლაშა თაბუკაშვილმა მოიტანა თავისი ახალი პიესა, წავიკითხეთ და განაწილდა. დგამდა ახალგაზრდა რეჟისორი მიხეილ ბუკია. და ჩვენ ბევრჯერ მაგ მოყოლილი სხვადასხვა ინტერვიუებშიც რაღაც ახალგაზრდული შემართებით შევდექით მუშაობას და ყველაფერი გვინდოდა რაღაც ახალი სიტყვის თვა, უკუღმა დაინახა მიშამ სპექტაკლი, ანუ ვიწყებდით ბოლოდან და ჩავდიოდით თავში, ესე მოჩვენებასავით გამოვდიოდი, ანუ ყველაფერი მომხდარია ვითომ. და ერთხელაც, როცა უკვე მთავრდებოდა მუშაობა სპექტაკლზე, 9 თვე ვიმუშავეთ, უკვე ერთმანეთს ვეღარ ვიტანდით. ბატონი ლაშა მოვიდა ტრაგონზე და რო ნახო, თქვა ეს ჩემი პიესა არ არის. წამოხდა, თქვა მე არ მინდა, მე მივდივარო. ვერ დიდი ხვეწდა მუდარით. ერთი კვირის მერე მოვიდა და ნახა ის, რაც მერე ყველა მაყურებელმა იხილა. რა იყო მიზეზი ასეთი სუპერ პოპულარობის ამ სპექტაკლის? არ ვიცი, იცით, აი დღემდე ამოუცნობია ჩემთვის. Sasha ქალბატონი ელენი. ქალბატონი ელენი ამ წუთას გავიდა და ამბარა თავს. დღესაც ვისაც ხვდები და მცნობენ ჩემ და გასაკვირად ახსოვთ ის სპექტაკლი. თვალები ხო, ძალიან ყველა იხსენებს უკვე არა იმას, არამედ თავის თავს იმ პერიოდში. ალბათ ზოგს ტკივილი ქონდა პირველი სიყვარულის დაკარგვის, მაგრამ ერთი საოცარი მომენტი ეს ძალიან ჩამრჩა მეხსიერებაში. ჩვენ თითქმის მთელი საქართველოს შემოვიარეთ ამ სპექტაკლით. ყველგან ვიყავით, აი არც კუნჭული არ დარჩენილა საქართველოში და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა კოლონიაში გქონდა, რუსთავის კოლონიაში სპექტაკლი. ერთი ციდა დარბაზი იყო. იცით, აი როგორც ჩვენ ზევართ, აი ესეთი დისტანცია იყო მაყურებელსა და ჩვენ შორის. და მე არ დამავიწყებდი იმ პატიმრების თვალები. როგორ თანაგვიგრძნობდნენ, როგორ ტიროდნენ და როგორ განიცდიდნენ ამას. ეს იყო რაღაც საოცრება. აი დღემდე მახსოვს ეს
რაღაც სხვანაირი გრძნობა იყო. და მთელი საქართველო, რომელიც ჭორაობდა, რომ თქვენ და მთავარ გმირს შორის, ეკა ქუთათელაძეს და ჭყიკვიშვილს შორის არის რომანი, მათ უყვართ ერთმანეთი, რაღაც კურიოზული შემთხვევებიც იყო, ხო? ორსულად იყავთ ფეხმძიმედ, ხო? და აქეთ გიყვებოდნენ ისტორიებს, რომ გაიპარეთ უკვე. დიახ, მე უკვე მყავდა მეუღლე, პირველ კურსზე დავქორწინდი, ჩემი ჯგუფელი. თქვენსაც აქ მაპატიეთ გაწყობთ, როცა სპექტაკლში დაიწყეთ მუშაობა, როლზე უკვე იყავით გათხოვილი. აჰა. მეორე შულზე ვიყავი ფეხმძიმედ და მაინც გვიწევდა თამაში. ჩემი მული მაშინ ტექნიკუმში სწავლობდა მუსიკალურში და შეესწრო ესეთ ჭორაობდნენ გოგოები ისე და წარმოგიდგენია გუშინ საღამოს ნახეო სოჩის მატარებელზე ეკა და რეზო გაიპარენო ვინო მაგით აი ეკა და რეზო გაიპარენო და ეს ნუ მოკვდა სიცილით მე უკვე 9 თვის ფეხმძიმე ვიყავდი და სახში ვიჭექი და ველოდებოდი მეორე შვილს და აი როლების თვალსაზრისით როგორ ფიქრობთ ეს თქვენი სურვილი იყო რომ ძალიან აქტიურად აღარ გაგეგრძელებინათ კინოკარიერა ოჯახის გამო თუ აი იცით ისე აეწყო ყველაფერი არა ისე ცხოვრებაში ხდება რაღაც რაც იცვლება შენში თვითონ რაღაც ხდება მე ჩემი მეუღლე მღვდელი გახდა მერე 9 აპრილის შემდეგ და წინამძღვარი იყო ამაღლების ტაძრის საბურთალოზე და მოხდა ისე რომ რაღაც მე თვითონ მქონდა რაღაც დისკომფორტი, აი ამბობენ, არავითარი ხელი შეშლა არ ყოფილა პირიქით. უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, შენი მამასთან ერთად არა. შენი საქმე უნდა აკეთო და განაგრძო, მაგრამ ნუ რაღაც აეწყო ისე რომ რაღაც მოხდა. წლებად გული? არა, იცით, რო გითხრათ რა ძალიან წდება გული, მეთქი არა. რომ მე იყო რაღაც როლები თეატრში, არა, უფრო სპექტაკლებში, სატელევიზიო სპექტაკლებში, ფილმებში და ნუ ალბათ სადღაც კი წდება გული, მაგრამ ხო, იმიტომ რომ ისეთი წარმატება იყო, რომ დაუშვათ ძალიან ლოგიკური იქნებოდა, რომ მას მოყოლოდა ძალიან ბევრი საინტერესო, ვთქვათ, სპექტაკლი თუ კინო როლი. არა, ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ეს როგორც თქვენთვით ეს არის, აი, ნუ ერთი და რაღაც. მე მწყინდა, იცით, როგორ, ნუ თუ მეტი მე არაფერი არ გამიკეთებია და არ მითამაში, ამ საკმაოდ ბევრი როლები მაქვს ნათამაშები, მაგრამ ეს აი ესე მოხდა, რომ გაიჟღერა და დღემდე კიდე ახსოვთ და უყურებენ ჩემი სტუდენტებიც კი, ერთმა ჩემმა სტუდენტმა მითხრა მე უკვე არ ვიცოდიო თქვენ რო იყავითო და რო დავდიოდი ქუჩაში სულ იმ გოგოს ვეძებდიო. მე აღმოჩნდა რომ მე მისი პედაგოგია და დავხდი. თქვენ სამაგიეროდ გაქვთ ძალიან მაგარი შედეგი. 8 შვილი, ხო? 8 შვილი. რომლებიც აქ არიან პირველ რიგში მე მათ მინდა მივესალმო სულ პატარა მარიამი ხანძინოს ხან გაიღვიძებს, ხო? ეს ჩვენი ულამაზესი მარიამი. რამდენი შვილი გყავთ, ქალბატონო? 3 შვილი მყავს. ნატალია არის უფროსი, რომელიც რეზოზე იყო შეყვარებული, როცა პატარა იყო. მართლა? როგორც ყველა გოგონა, მაშინ იყო 4 წლის, 5 წლის მეტი არა. მერე არჩილი, მერე არის ალექსანდრე. ნატალია შეიძლება კითხოთ, იმიტომ რომ ყველა იყო შეყვარებული რეზო ჭყიკვიშვილზე. როგორც მახსოვს, ვეპრანჭებოდი სულ. კულისებში ვიდექი, გაშტერებული, გაოცებული, რაღაც პრიჩოსკებს ვიყენებდი. ყველას ვეკითხებოდი, რომ რეზოს ესეთი მოვეწონები. ეს მახსოვს კარგად. და ის გახსოვთ დედა როგორი პოპულარული იყო ესეთი ქუჩაში აჩერებდნენ და რა თქმა უნდა ქუჩაში ბაზარში ხდებოდა საოცრებად. ყველგან მაღაზიებში რა ყველგან. ძალიან დიდი მადლობა და მე მინდა ეხლა კიდევ ერთი სტუმარი შემოვიყვანო ჩვენთან გადაცემაში. ასევე მაშინ მასზე მთელი ქვეყანა საუბრობდა მის სილამაზის კონკურსები ეს იყო ერთგვარი ახალი ხილი, მაგრამ ეს გოგო იყო იმდენად ლამაზი და იმდენად რაღაც განსხვავებული, რომ კარგა ხანი მთელი ჩვენი ქვეყანა მასზე საუბრობდა. ნინო სალუქვაძე 90-იანი წლების მის საქართველო ნინო ხო
გამარჯობა ნინო, თუ შეიძლება აქ რომ დაბრძანდეთ. ეს იყო 90-იანი წლები, ხო? დიახ, ეს პირველად ჩატარდა საქართველოში, მაშინ ეს მის საქართველო და მე გავედი ამ კონკურსზე, გავიმარჯვე. ამის შემდეგ მე ვიყავი 90 წლიდან 96 წლამდე ვიყავი 13 კონკურსზე. საერთაშორისო კონკურსებზე დავდიოდი, საიდანაც მრავალი ტიტული მაქვს მიღებული. 14 წლის ვიყავი, როცა დავიწყე მოდელების სახლში. მარცხნივ უბრალოდ ჩვენი აუდიტორიის გასაგონად დასანახად ეს არის ნინო. მოდელების სახლში მოდელად მუშაობა. ნუ უკვე მის საქართველოს როცა გავხდი, უკვე ცნობადი სახე ვიყავი, ახლა ნუ ესე რო ვთქვათ, მაინც ახლა როგორც მისა. დიახ. ხო, მაგრამ ნუ ამ ჩემ უფრო ეს კონკურსების იმაში იმ დროისთვის რა პერიოდიც იყო, რა ძნელი იყო გასვლა, ნუ ვიზაზე 2 თვე რიგში ვიდექ ისა, მე ვთვლი რომ მაინც უფრო ბევრი შევძელი. დღესდღეობით ალბათ უფრო მეც გავაკეთებდი. დღეს რას აკეთებს ნინო? დღეს ამ ჩემმა გამარჯვება მომიტანა რომ ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. ხო, მეუღლე რა კავშირია გამარჯვებასთან მითხარით? უბრალოდ მე ეს და ჩემი შვილების აღზრდით ვარ დაკავებული. რამდენი შვილი გყავთ? 2 შვილი მყავს, ბიჭი და გოგო. ნინო, უნდა დაბრუნდეთ სადმე? ხო, ან რაღაც მოდის ბიზნესში ან სადმე, იმიტომ რომ გაქვთ გამოცდილება. ხო, რატომღაც ამ რო იწყებენ მის საქართველოზე ლაპარაკს, იწყებენ 2004 წლიდან იქამდე რამდენიმე ვიყავით. მე კი ვიცოდი რომ თქვენ იყავთ, მაგრამ სულ მალავდი, იმიტომ რომ პირველი მინდა და მე მომეყვანო თქვენ გადაცემაში. ამიტომ არავის არ მეუბნებოდი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. შემდეგი გმირი, რომელიც მე მინდა შემოვიყვანო, აი თქვენ ნამდვილად გახსოვთ, მეც მახსოვს, პატარებს არ ახსოვთ ეს ფილმი. ეს იყო ალადინის ჯადოსნური ლამპარი, ესეთი ფილმი, ძალიან ცნობილი საბჭოთა კავშირში და იქ პრინცესა ბუდურის როლს თამაშობდა ქართველი გოგო. დოდო ჩოგოვაძე მინდა გაგაცნოთ, ალადინის გმირი, პრინცესას როლის შემსრულებელი. ესე იგი, ალადინის პრინცესას ოდესმე თუ შევხვდებოდი, მე თან არ ვიცოდი რომ თქვენ ქართველი იყავთ, როცა პატარა ვიყავი და ამ ფილმს უყურებდი და მართლა პრინცესა მეგონეთ და ალადინის ესე ვთქვათ, ზღაპრის გმირი დაბრძანდით, თუ შეიძლება. სად გიპოვეს, როგორ აღმოჩნდით ამ ფილმში? მე უკვე მქონდა ნათამაშები საქართველოში. ცერონდელა რაინდები და მანანაშიც ვითამაში დებიუტი იყო ჩემი მანანაში. მანანაში რომელი როლი? აი ის რო არის პარტიზნების სცენა რო არის და ბავშვი რო ბანტით რო არის და ულვაშებით რომ ღერის ის თქვენ ხას. სევასტოპოლის მახლობლად აშენებული იყო ასეთი ქალაქივით დეკორაცია ძალიან დიდი და იქ არის გადაღებული. ზღვის პირას. დიახ. რამდენი წლის იყავით მაშინ? 14-ის 15 შემისრულდა ფილმის თითქმის დამთავრება იყო. და აი საქართველოში იცოდნენ, გცნობდნენ, იცოდნენ რომ ეს იყო პრინცესა ბუდური, რომელიც აი თბილისის ქუჩებში დაიარება. აი ალადინის მერე კი. ხო არა? და მას მერე როგორ წავიდა თქვენი კარიერა რა? ალადინის მერე იყო 2 სცენარი დაწერილი. დიახ. მოსკოვში. დიახ. იყო ასეთი საშა ჩირვინსკი.
სცენარისტი, რომელიც მე დაიჭირეს, არ ვიცი, პოლიტიკური, მაშინ საბჭოთა კავშირის ამბები იყო. იყო ორი სცენარი, ეს იყო აელიტა ტოლსტოის მიხედვით გაკეთებული სცენარი და მეორე რუსალეჩკა ანდერსენის, რომელიც იყო ბალეტით. მე ხო ბალერინა ვარ პროფესიით. ხო და ორივე სცენარი მედო სახლში. უკვე გამომიგზავნეს და უნდა არ მოხდა ეს გადაღება, ასე ვთქვი. რატომ არ იცით, ხო? ნუ აი ამ მიზნით, რომ პოლიტიკური, ხო. დიახ. დღეს საცხოვრობ და საქმიანობ? დღეს ცხოვრობ თბილისში. ვარ თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი, ვასწავლი რითმიკას და ცეკვას. მე მინდა დასასრულს რა გკითხოთ, იცით, აი ის რაზეც არის ეს მთელი გადაცემა, როდესაც არის აი ეს წარმატება, პოპულარობა, ცუდი სიტყვა რა, ისეთია გაცვეთილი თითქოს და გვეხამუშება, მაგრამ ნუ ეს არის პოპულარობა, როდესაც გცნობენ. მე როდესაც ეს რაღაც ეტაპი მთავრდება და რაღაც სხვა იწყება, როგორია ამასთან შეგუება? ისევ მცნობენ ჩემ და გასაკვირად ქუჩაში. ისევ დიდი პატივისცემით ერთი ის მინდა ვთქვა კიდე რომ ძალიან სასაცილო მომენტი იყო სამარშრუტო ტაქსები მაშინაც იყო ჩვენ დროს და ერთხელ ავედი სამარშრუტო ტაქსში და ვხედავ რომ ნუ მაშინ ქონდა ბრძოლებს სტალინის სურათი და ხედავ გვერდზე არის ჩემი სურათი მიკრული ამოჭრილი გაზეთი და ჩავიფუდე მოვიხურე თავს მე არ შემწყვა არ დამინახოს ვინმე არ მიხვდეს და ანუ რისი თქმა მინდა ეს არ ყოფილა ჩემთვის ალბათ იმიტომ რომ ძალიან დიდი ოჯახი მქონდა აღარ მეცალა იმაზე საფიქროთ რომ მე რაღაცა პოპულარობა დავკარგე არა ეს მე ვთვლი რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ რომ პოპულარულიც ვიყავი ჩემი პოპულარობა ჩემ შვილებში და შვილიშვილებში გადაიზარდა და მე მაინც ბედნიერი ვარ და მადლობა ღმერთსაბისათვის. დიდი მადლობა ნინო. რა სიტყვები თქვენ? რა ვიცი, მეც ალბათ უფრო ჩემი თაობა მცნობს ახლა დღესაც სადღაც რომ მივდივარ, ნუ რო გაიგებენ გვარს და სახას, ხდება ახლა ისეთი იმით არა როგორც ახლა ადრე ვიყავდი, მაგრამ რა ვიცი, ახლა უკვე ამ იმაში, ამ სფეროში ალბათ ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ, რომ ისევ გავაგრძელო ეს ჩემი პოპულარობა და რა ვიცი, ესეც საკმარისია. როცა ვიყავი და კი ბატონო. ქალწოდო თქვენ რა სიტყვოდით? მე ახლა არავინ არ მცნობს ქუჩაში, რა თქმა უნდა. ოკეი, მაგრამ ნუ პოპულარობა კარგი რამე ყოფილა. ეხლა ვიგრძენი, თორე ადრე როცა პატარა ხარ, მაგას რაღაც ვერაფასებ. დიდი მადლობა, უდიდეს მადლობა და წარმატებებს გისურვებ. რამდენიმე წამში ძალიან საინტერესო სტუმარს შევხვდებით. თბილისი 40-იანი წლების დასაწყისი ახალგაზრდების სკოლას ამთავრებენ, მათ დიდი გეგმები აქვს, თუმცა იწყება მეორე მსოფლიო ომი. ხდება ისე, რომ ამ მეგობრებიდან გადარჩება მხოლოდ ერთი ბოლოკა. გოჩა ლომია მინდა მოვიწვიოთ ჩვენთან სტუმარში. ლეგენდარული ბოლოკა, ისაც გახდეს ფილმი ნანატი, ბატონი გოჩა ლომია, რომელიც ჩამოვიდა ჩემი საყვარელი სენაკიდან. ვიცი რომ ძალიან შემთხვევით მოხვდით აი ამ როლზე. როლზე შემთხვევით დაგამტკიცეს. როგორ მოხდა ეს ამბავი? ბატონი დავდიოდა და ნუ არჩევდა ბიძებს საქართველოს ჩამოვიდა სენაკში. შეღარეს ეს ხალხი მაშინ ძელ პიონერთა სახში. აქტიური პიონერის გამოსავლე და პიონერი გახდა. ну ვერ დამინახა ჩემმა პიონერ ხელმძღვანელმა სადაო და კალათბურთს თამაშობს გარადოქსში. გამოუშვეს გარადოქსში მანქანა. ну გამოყვა ბატონი რეზოს ასისტენტი. გვარი აღარ მახსოვს ბატონი მას. ისეთი მომენტი მოხდა რომ მე ხოდი ამკიდეს და გამაგდეს მომენტიდან. ამაზე ავდახე ერთი ვაიუშველებელი ჭიჭკინის წიწინი ეს გაზდა ისინი ზერო ისინი და ამასაც ერთი ორია. ამაზე კიდევ უფრო კაცი. მაგარი მომკიდეს ხელი დამანას იქ. პიანდასახში. მაგეზიკიც გაშეგილია რომ გააკეთო მე ხა ლექსებს უთა გიკითხავთ იმიტომ რომ რაღაც მეხსიერება მაგეზებს მეხსიერებას არ უჩვევა რა ლექს ვერ ვიმახსოვრებ. ვერ ვიმახსოვრებ.
მაშინ დასცინებო, თუ არ ვეტყვით დასცინის ობიექტს, მაშინ დავცინებ მეთქი, არა არ ვეტყვით, ხო ვის დასცინებ სასწავლო ნაწილს. პიონერმა იყო ისეთი, თუმცა მქონდა. ვიხოთგებ. დავცინე მოგდნენ სიცილეთ, ისე ლექსი თუ გახსოვთ, არა, ლექსი არა დამახსოვს, თუ გინდა ერთულ ანეკდოტს გეტყვი, თქვი უთხარი და ამაზე ესეც მოეძონა რა. კარგი გადავ წადიახლა სახში, გამოგიძახე, მართლა გამოიძახეს. სინჯები წავიდა, ერთი სინჯი, მეორე, ახლა სამი სინჯის შემდეგ დამტკიცებული ხარო. დამტკიცების შემდეგ ალბათ აი ჩემი ცხოვრების როგორ გითხრა. ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ისეთ ხალხში ჩავარდი, აი სენაკი. წამოვანილი ვიცი რომ აი ვისგან რა გესწავლა. არ იცოდი რაღაც. აი ახლა აი ეს სურათები ძლივის ვიდოეთ. და აი ცნობილი ფოტოა. მთაწმინდაზე თუ გახსოვს სცენა მე მაწვნეს საბუთებს რომ მოწმე პირადად მე და ვღებულობ საკადრის პასუხს. ეს უკვე ფინალური სცენა. აქ ორი მომენტია. ღირსშესანიშნავი პირველი ის რომ პარიკით ვარ. არ ვიცი მოხდა ისე რომ ჯერცმები გადაკვირდეს და მე პარიკი და მეორე თვითონ აი ეს კედელი რომელზედაც მე ვაწერდი ძველი სტუდიის პირველი პავილიონის ბოლოში იყო დაყენებული პენოპლასტისგან შეგებილი ისე ну იცი ახლა ანტურაჟი მოყვანილი იყო როგორც საჭირო ისე მაგრამ ცარცი არ ამჩნევდა დააჭირე მე დავაჭერ კედელი დადის წინ დავგან ამ დროს კამერას აქვს ეგეთი თვისებაა რომ ბევრად უფრო კარგად ამჩნევს აი წვრთნან დეტალებს ვიდრე ადამიანის თვალს. გაამჟღავნეს, კაცო, კი, რაიხსტაგის კედელი მე ვაძებ და რაიხსტაგის კედელი ყანყალებს. სტალინმა ვერ მოახერხა, მე რომ მოახერხე ის. ეს სურათი ეს დახატა კახა კორიძემ. დახატა კორიძემ და არ ვიცი. როცა განმავლობაში შეიძლება სხვათა და სხვათა გარემოებათა გამო ამ სურათის მე ამ სურათს ვერ შევეძლებ და არ შევეძლებ ეს პრაქტიკა, მაგრამ რარიტეტი გახდეს და კლასიკა გახდეს. არ არის გამორიცხული. ეს უკვე გადაღების კადრებში თავისუფალი მასია გადაღებული, თავზე თოლორეა ცხონებული. მე და კაბადონი კეთი ძოლი კეთი მაშინ ჩვენთან ინსტიტუტი ახალი დამთავრებული ქონდა და ბატონი რეზოს ასისტენტი იყო. აი ამით მოთავდა ხიმილის ბიჭების სურათები რაც ქონდა. მეგობრობთ დღემდე აი მოიკითხავთ ერთმანეთს. არ არსებობს. ხო არა? კი ბატონო. აი რას გაიხსენებდით თვითონ გადაღებების დროს? თქვენ რისი გახსენება გინდათ იქ კურიოზებიც იყო? კურიოზები. როგორ გითხრა ეს კურიოზები საცხონებულებია ჩემთანაა დაკავშირებული და არ ეწყინებოდა. არ ეწყინებოდა. ბებო გამაყოლეს უკვე კრასნოდარში. მართლა? კი, აბა. ბებო წამოყვათ სენაკიდან. არა. აბა? სენაკიდან ბებო გავიდა პენსიაზე. ხო. რომ გამყოლდა მე. გამაყოლეს კრასნოდარში ბებო. ჩარჯეკით ახლა თბილისის თვითმფრინავში მიფრინა. ბებო პირველად ეს თვითმფრინავში. და მაშინ თქვენ არ გაბახსოვრებათ არ იგებდნენ ხოლმე აი მეტი გამბეზრობდა ხოლმე ის ბებო აი რაღაც ცოტა ჩალდა ჩაძურდა ჯიბეში პორტმონეს მეთქი ბებო უფასოა უფასოაო და რომ დახიკა მთელი ფოდნოსი ორი წლის შემდეგ მე გაცხონებულ თაზე თოლორაიას კიდე იმ კამხეთებს გვაჭმედა დანარჩენები არ ჭამდნენ უკვე ხელში ამოვიდათ მეორე იყო ისევ ბებო. ხო. ბატალონს ვიღებთ პოლიგონზე. მიდის ბათქაბუთკი, აფეთქებები, ტანკები დაჯილიგინებენ წინ და უკან, მე არ ვარ, ბებო მომიკითხა. ჭარა და ჩემი სცენა არ არის, მე არა ვარ, ბებო
მიხედა, სადაც ჩემი შვილიშვილია, ამოატრიალა თვალები და დავიდა. მე და თოლორეია ვზივარ და ტანკით ვკატავობთ. ბოლო მოგძებნეს რომელი ტანკში ვზივართ, გამოუძახეს ამდან, რაც შეიძლება სწრაფად მოდიო ავტობუსთან. აი, წავიდა ეს ტანკი პირდაპირ ავტობუსზე. ამას უბაში ბებო მოასულიერეს, ექიმები დავკვებოდნენ თან და საწყალმა ბებომ წამოყო თავი, გაიხედა ფანჯარაში და რომ დაინახა ეს გაქანებული ტანკი პირდაპირ ავტობუსზე რომ მოდის, ეს მოატრიალა თვალები და ესენი გაიჭიმა. ახლა უფრო ძნელი მოსატრიალებელი გახდა ბებო. იმის შემდეგ გადაღებაზე აღარ გამოგვოლი, მოვისვენეთ. კიდე რა გინდა, ყველაფერს ხო აღარ გაიხსენებ, არა ეს გადაცემა მაგას არ ეღობა იქ რომ ბატონო გოჩა, ღიმილის ბიჭების გამოსვლის შემდეგ თქვენ იყავით ძალიან პოპულარული ბიჭები. და ალბათ ძალიან ბევრ გოგოს მოწონდით, ესე და იყო ამბები ქუჩაში გამოყოლა და დახვედრა სადარბაზოებთან. ნუ რაში გამოიხატებოდა ეს საერთო სახალხო სიყვარული ამ შემთხვევაში? გოგოების მხრიდან. გოგოების მხრიდან მართალი რო გითხრათ, ჩემი მიმართ დიდი აქტიურობა არავის არ გამომიღანი არის. რატო ძალიან სიმპათიური? მორდენი ვიშავ. რატო? არ ვიცი, ეთქვა საფასიფათი არ მოეწონა თუ რაში იყო საქმე, ჩემი მიმართ დიდი აქტიურობა არავის არ გამოუჩენია და იქით როგორ იყო საქმე, არ ვიცი. ის ვიცი რომ სენაკი გამახსენდა მაგარგად თბილისის საუკეთესო გოგოებზე ჩვენი თაობის დაიწერეს ჯვარის სულ ყველამ. სულ ყველამ, რომელი ერთი, ამიტომ არც ერთს არ ვახსენებ რაღაც მიგერძოება რო გარ გამომივიდა. ყველაზე ნაცვალო ჩემი თავი. და მაშინ საყოველთაო პოპულარობაზე მომიყევით. პოპულარულები ხო ნამდვილად გახდით? ნამდვილად ვიყავ და სხვა ჯერ რა არის, იცი? აი ამას უკვე მე ცოტა ასაკში რო შევედი, მე მივხვდი ამას, რომ თავარი როლი ხო ჩემი არ იყო. თავარი როლი გინდა ისე კახაზე იყო. ყველაზე უფრო პოპულარული მაინც მე ვიყავ. ბოლოკა რაღაცა ჭდებოდა, ხო, ეს თვითონ ტიპაჟი იყო ისეთი, რომ ძალიან დასამახსოვრებელია. და ის პოპულარობა აქამდე მომყვება. რა თქმა უნდა. და ესე არის, რომ ნუ მაგალითად სენაკში რო ცხოვრობთ, გოჩას თი მოგიხსენიებენ. იყო პერიოდი. როგორ გეკადრე რაღაცო. ხო. და ბოლოკას ვინმე ესე გეძახდნენ ოდეს მე იყო. კი, კაცო. მართლა? კი, როგორ გეკადრე რა, მანდაც გამიგზავნა ხალხი. გაჟნა მირაგული დაგიძახეს. ხო, რა თქმა უნდა, ხო. ჩემბიც. ხო. სახელი წარმოიხსენებიან, გასუძახიან ხო? ბოლოკიჩი. ბოლოკიჩი. და ბაბუჩენდიროვნება ვინ არის თქვენი შვილი? რა პროფესიის არის? პროფესიით მართალი რო გითხრა, ეხლა მაგის პროფესია იმდენად გაკვლებული, კაროჩი მუშაობს შემოსავლების სამინისტროს რომელიღაც ქვეყანაში. კი ბატონო. არის პასუხისმგებელი პირი და აი ამ თავის პასუხისმგებელ სამუშაოს ასრულებს დიდი პასუხისმგებლობით. კი ბატონო. მე ვერაფერს ვერ მე ასიმილია ვერაფერს არ ვიცი მე ელემენტარულად და იმის. კარგი, თქვენი მეუღლე ვინ არის? ჩემი მეუღლე სენაგელი გალბატონი გახლავთ, დადაც ცეკვაბა პროფესიით, ბუღალტერი, შესანიშნავი დედა, შესანიშნავი მეუღლე, ქალი, რომელიც სამსულით გაზდის, უკვე, კარგი ქალია და მით უმეტეს ახლა ტრაბახით აბლაბარაკობდა კარგ შვილს. იცით, ბებია ჩემის ცეკვავა იყო. ჩვენაც საერთოდ არ გამოვიდა ბოლო. ხო, ჩემი შვილიშვილები. ერთი კაცი იმას მიაწერა ჩემი თავი. ერთი, ნუ 4, მეხუთე წავიდა ახლა. ერთადერთი პიროვნება ეკა, ერთადერთი თელსოფილოში, ვისაც ჩემი სიმღერა მოწონს. ერთადერთი, მეტი არ არის. მენა მე არა მაქვს, მამი არა მაქვს. ამოსწონს მე არ ვიცი, მაგრამ რო დავუწყებ სიმღერას, გაისუსება ხოლმე. გოგოა? გოგოა. ქვია? Cecily Loria. Cecily Loria. Cecily babu. Როგორ ხარდა ვიგინია ჩალა. Cecily. Titi guliti moplinauda olanina. Twenslos ani guebunao
მოგვიფლინდა ჩვენი გლიტი ჩვენი ტულპა მალგალიტი მოგვიფლინდა თითი გლიტი ჩვენი ტულპა მალგალიტი ყველაზე ლამაზი გოგო ვინალი სესილი ლომია ყველაზე კაცკაჭა ყველაზე ჭკვიანი ყველაზე პუჭკუნა ყველაზე ბუჭკუნა აი ასეთი გოგოა ბატონები ჩვენი სესილი გაუცნობიათ მან შემაცხენე ხო გთხოვე აი ასე გეხედებოდი სიცხელი არ მაჭამომეთქი ბაბა და მე რა არის კიდე დაბატია სიტყვათა ამ ფილმმა დამიტოვა ძალიან დიდი სამეგობრო ძალიან დიდი სამეგობრო ისეთი სამეგობრო კიდე როგორ იცი აი რაღაც ანგარებით დაინადგა და პირიქით ისეთი სამეგობრო რომელიც აი ცდილობს რომ თვითონ დაგეხმაროს აქეთ თუ შეგვიძლია რა ამიტომ არ მეყვარს ეს რაღაც იმადნაჭნა გაგიმარჯოთ უღელას ხარ ხდებით ახლა ვიქნებ ხელ ო შენ კარგად եղავით უღელა ბატონო გოჩა ძალიან მიხარია რომ აი ესეთი მხიარული ოპტიმისტი აი არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და მე მაინც მგონია რომ ქართულ კინოს დააკლდა თქვენი ტიპაჟი დამეთანხმება აუდიტორია იმიტომ რომ ძალიან ბევრ ძალიან საინტერესო ხასიათს შექმნებით ეს არის ესე ვთქვათ აბსოლუტურად გულწრფელი ხასიათი საქმე მამა ჩემი იყო ვაგლისად ინტელიგენტი აი კაცი აი პროვინცია დამაზგა კასტელიო რა ლექსებს წერდა ყველაფერი მაგრამ აი მსახიობის პროფესიაზე ქონდა ჩამოყალიბებული აი 60-იანი ტიპის რო არასერიოზულია ხო აი მსახიობის პირადი ცხოვრება ისევე არეულია როგორც აი დუხავემოს ორკესტრი აირევა ხოლმე ხუთი ჭიკის წენდა როგორ ის რას უბერავს კაცმა არის ეს აი ესე არეული და ამიტომ არ გამიჩვენს. და მე მეც მივხვდი რომ ეგ იყო ჩემი სახე. ეგ იყო თქვენი სახე. ხო. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი წინ არის მე მგონი ამაში დარწმუნებული ვარ. კი. ო. კი. კი. ბაი, ეს იყო გოჩა ლომია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩა. მოკითხვავით. სენაკელენ ძალიან დიდი მადლობა ღიმილის ბიჭების ბოლოკა გავაცილოთ და მე და ჩემი გუნდი გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე მადლობა რომ გვიყურებდით ნახვამდის